შეუპოვარ ადამიანებს ჭირდება ბრუტალური სიმართლე და ბრუტალური სიმართლე არის მიდი და აუხსენი ამათ რა ვარია ხალხი ყველა ომში ნამყოფი არიან დღეს გავიღვიძე მე იმ შიშით რომ არ ვარ მზად ამას ჭირდება დანახვა და აღიარება და არა სუპერგმირობის თამაში ბიზნეს კეისთადიც კი ყველა დაუცველობიდან და საფრთხიდან ამოსულაზე არის ანუ დრამატურგია ყოველთვის ეგ არის ფეხზე ადგომის ისტორია არის ალბათ ეგ არა ყველაზე შთამაგონებელი ისტორიები არის ფეხზე ადგომის და რაღაცნაირად ფერფლიდან ამოსulis ლიდერები ვიყავით აბჯარ ასხმულები რა ქალებს არ თან დაყოლილი გამბედაობა არა მგონია რომ სქესზე სპეციფიური იყოს ეგ ამბავი თქო რა მე გლები და ლომები არ დაგვძდებენ ხო რაღაცა გინდა ითხოვ და მაგის გზა რომ მოდის წუწუნებ ალბათ მაგიტო არ მინდა მეწარმეობა ხარ უკვე ოღონდ არა კი ეს საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი ციგნი შეიძლება იყოს მაგკუთხით შენი არჩევანია იყო გარეწარი ოღონდ აიღე პასუხისმგებლობა იმაზე რომ ხარ გარეწარი ერთ-ერთი ეს არის საყვარელი საქმეა ხო შეეცადო გამოიცნო სხვას რა უნდა და ეს გამოცდილება მუშაობს დროის რაღაცა პროცენტი არა 100 რა შეიძლება 70-80, მაგრამ არა ყოველთვის თუ ეს რა არის ოჯახში ჩხუბი გარდაუვალია შერიგება უნდა ისწავლო სანამ დავიწყებთ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ რომ გვიყურებთ და გვისმენთ და ერთი თხოვნაც მოვაყოლო გახთი ჩვენი თანამოაზრე და დაგვეხმარე რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შთავაგონოთ პირადი და პროფესიული ზრდა ამისათვის გამოიწერე ჩვენი არხი მოიწოდე ვიდეო და დაგვიტოვე კომენტარი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ჩვენ კი ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ კიდევ უფრო უკეთესი გავხაროთ ეს პოდკასტი და კიდევ უფრო საინტერესო სტუმრები მოვიყვანოთ. მე ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პოდკასტ კონტინგენტს სტუდიას, სადაც ვახორციელებთ ამ პოდკასტის ჩაწერას. ეხლა კი დავიწყეთ. ქება კრიტიკოს კი არ ეკუთვნის, ანიმ ადამიანს, რომელიც თიც იშვერს წაბორძიკებული ძლიერი ადამიანისკენ. ან მიუთითებსაც შეიძლება და საქმის კეთებელს საქმე უკეთ გაეკეთებინა. ქება ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელიც რეალურად მოედანზეა, რომლის სახეც მტვერით, ოფლითა და სისხლით არის გასრული. ვინც მამაცურად იბძვის, ვინც შეცდომებს უშვებს, ვინც ისევ და ისევ ჩამორჩება. ვინც საუკეთესო შემთხვევაში ბოლოს შეიცნობს დიდი მიღწევის ტრიუმფს და ვინც ყველაზე ცუდ შემთხვევაში თუ დამარცხდება, დამარცხება სიმამაცით და გამბედაობით. ტედი რუზველტის ციტატა, რომელიც საფუძვლად დაედო ჩვენ დღევანდელ თემას და წიგნს, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, ეს არის ბრენე ბრაუნის გაბედე ლიდერობა, ალბათ ესე ვთარგმნი ხა მე დღეს, dare to lead, ასე ვთქვათ. გაბედე წინა ძღოლობა ვიფიქრე, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ზედმეტი მომივიდა თქო და ლიდერობა იყოს თქო და გაბედე ლიდერობა უფრო კაი გამოვიდა. ხო და საღამომშვიდობის, კი. დავიწყოთ. მივესალმებით მაყურებელსაც, დავიწყოთ. დავიწყოთ ისი რა, დავიწყოთ პირდაპირ განმარტებით, როგორ ხედავს ბრენე ბრაუნი ლიდერობას და ჩემთვის ან ესეთი საინტერესო კი არ და მნიშვნელოვანი განმარტებაა რა. ესეთ რამეს ამბობს ბრენე, რომ ბრენე შინაურად მოიხსენი. ლიდერიო არისო ადამიანიო, ნებისმიერი ადამიანიო, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ადამიანებში და პროცესებში პოტენციალის დანახვაზე და განვითარებაზეო რა. ძალიან შემეხო ყველა გაგებით, კარგი გაგებით, ცუდი გაგებით იმ კუთხით, რომ რამდენჯერ არ მიცდია და მოკლეზე მიცდია გავსულიყავი და არ დამეხარჯა დრო გინდა ადამიანში, გინდა პროცესში, კაი, პროცესში ცოტა ისევა რა, პროცესებთან ცუდად ვარ და შეგუებული ვარ მაგას, რომ პროცესზე დიდ დროს არ ვხარჯავ, მაგრამ რამდენჯერ მოკლეზე წავსულ ვარ და ადამიანში არ მიცდია და მენახა პოტენციალი რა. ძალიან მომწონს ეს განმარტება, ვიზიარებ ამ განმარტებას და შენ რა ციტატაც მოიყვანე რა. ეგ ციტატაც ძალიან შთამაგონებს რა რაღაცა კუთხით და გეტყვი რატო. იმიტომ რომ ეს განმარტება ჩემთვის ბრენე ბრაუნისეული რა არის, როგორც გითხარი, შემეხო და რაღაცნაირად გავიგე, აღვიქვი და უი ხო ამაზე მიფიქრია, თქვი რა და აი რუზველტის ციტატა რა. რუზველტის ციტატა არის რატომ აქვს ბრენეს მოყვანილი ეს ციტატა, ბრენე აკავშირებს პირდაპირ ლიდერობას გამბედაობასთან. და მე გამბედაობაზე ცხოვრებაში არ მიფიქრია, როდესაც ლიდერობაზე ვფიქრობდი რა და
მაგრამ ცოტა ისეთი განცდად როცა ვკითხულობდი და სიმართლე რომ უფრო მეტად როცა ვემზოდებოდი დღევანდელი ეპიზოდისთვის გამბედაობა მეთქი რა გამბედაობა და დავიწყე ამ გამბედაობაზე ფიქრი და რადგან სხვათვის არ გვილაპარაკი ამ თემაზე და აი შენზე რა ეფექტი აქვს ამ გამბედაობისაკიც პრინციპში მაგარი საინტერესო მე ის წიგნი რო წავიკითხე 2022-ში ან 3-ში აღარ მახსოვს ტრანსფორმაციულ სემინარებს რო გვიტარებდა საშა მაშინ გვირჩია ეს წიგნი და მათ შორის ამ მოწყვლადობა დაუცველობაში შესვლა იყო ერთ-ერთი თემა, იმიტომ რომ ლიდერები ვიყავით აბჯარ ასხმულები რა. და მაქედან მოყოლებული, ამ წიგნის წაკითხვიდან მოყოლებული, შემდეგ უკვე სხვა სემინარებზე ძალიან ბევრჯერ შევეხე პასუხისგებლობის აღებას. და პასუხისგებლობის აღებაზე ბევრი რო ვიფიქრე, მიზეზი იმისა, რომ არ ვიღებთ ჩვენ პასუხისგებლობას, მგონია, ჩემი აზრით რა, ანუ მე ესე მიკავშირდება, არის ის, რომ ჩვენ გვეშინია პასუხისგებლობის აღების. საში რაღაცაა. და გამბედაობა მანდ მოდის. ხო და ეგ გამბედავი ხარ შენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეშინია და აკეთებ. შენ თუ არ გეშინია, შენ გამბედავი არ ხარ. მარტო იმ შემთხვევაში ხარ გამბედავი, თუ შენ გეშინია და მიუხედავად მაგ შიშისა, თვალებს უსწორებ შიშს და აკეთებ. ხო და ეგ შემეხო რა. ხო? ხო და შემეხო და რო დავფიქრთი, ცოტა გამიწყდა. არ მე გამბედავი, ეგეთი განცდა მქონდა რა. ქონდა გაცდა შენ ეგეთი და ამავე დროს მე არ მაქვს მე შენ არ გიყურებ როგორც ადამიანს, რომელიც არ არის გამბედავი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ აიღოს ლიდერობა კომპანიის, იმ ზომის კომპანიის, რომელზეც შენ ქონდა აღებული. შენ გინდა არ გინდა გამბედავი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ერთი წამითაც მაინც შენ არ გეფიქრო იმაზე, რომ კი მაგრამ რო არ გამომივიდეს. მაგას გიდასტურებ. ყოველ დღე მაგ ფიქრით ვიყავი და ალბათ შენც არ ვიცი, მაგრამ მე ყოველ დღე, всё, მეთქი ეგ არის. დღეს თავდება, თან რთული 2 წელი იყო პირველი და აი, всё, მეთქი მორჩა და ანუკისთან ჩემი წუწუნი ძირთად ეგ იყო, რომ პონტი არ არის, შანსი არ არის, არაფერი არ გამო. ერთ წუთი გვაქვს თემაზე. ხო და მაგაზე ჩავშალოთ, ანუ ნახე? ყოველ დღე შენ გეშინოდა და ყოველ დღე მიდიოდი. ხო, არა. გამბედაობის მანიშნებელი. მეცას გეტყვი. დღეს ვინერვიულე, ანუ დღეს ბოლო დროს ჩემი სტანდარტული ის გამოვიჩინე, რა ქვია, გამოცდის წინ რომ თავს ვაკლავდი წიგნს, დღეს მოვინდომე დილის 12-დან შუა დღის 4-მდე ამის გადაკითხვა და თითქმის შუაში მივედი რაღაც ამოსაწერად, იმიტომ რომ დღეს გავიღვიძე მე იმ შიშით, რომ არ ვარ მზად. ანუ მე არ ვარ მზად, მე აქ მოვდიოდი როგორც ადამიანმა, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს ბრენე ბრაუნი თავის გაბედელ ლიდერობაში, როგორც ადამიანს, რომელსაც ეს წიგნი წაკითხული მაქვს, თავი გავანებე, ნავარჯიშები ვარ კოუჩთან ერთად ამ წიგნზე. ანუ და ამავე დროს ეგ ბუნებრივი მოვლენა არის. ჩვენი მე მაგაზე მინდა თქვა, რომ ანუ ჩვენ რაღაცების გვეშინია. ადამიანის შიში არის ფუნდამენტური შეგრძნება, რომელიც რო არ ვქონოდა ჩვენ ვერ გადავრჩებოდით და დღესაც რო არ ვქონდეს ჩვენ ვერ გადავრჩებით რა. და ამავე დროს ჩვენ გადასარჩენი აღარ გვაქვს არაფერი. ეგ ხო და გვაქვს ხო ხა არაფერი არა, მაგრამ დინოზავრები არ გადავეკიდი ამ დინოზავრებს, გლები და ლომები არ დაგვძდებენ. ხო, შესაბამისად სადაც გამექცა მე მგონი აზრი და ანუ მე უბრალოდ ჩავიჭირე ის თემა და დაგიბრუნე უკავშირო შენ კი გონია რომ შენ გამბედავი არ ხარ და მთლად ეგრე არ არის. თუმცა ბევრი საკითხი გვაქვს შენს და მეც დარწმუნებული ვარ, სადაც გვეშინია მაგრად და გადაბიჯი არ გადაგვიდგავს და მიზეზებიც კი მოვიფიქრეთ, რატო არ მე უფრო ეგ გამახსენდა და მაგრამ თვითონ მე ძალიან მომეწონა, შენც დარწმუნებული ვარ მოგვხდებოდა ეს მაგალითი თვითონ ბრენეს რაც მოყავს რა. მაქვია საჯარო გამოსვლები. პილოტების მაგალითი. რომელი გამახსენე? ფრინა ამერიკის სამხედრო ავიაციას უტარებს რაღაცა ტრეინინგს რაც გინდა. და ნუ ამას ხსნის რა, რომ ხო რაღაცნაირად ინტუიტიურია ერთი შეხედვით ეხარაზე ვსაუბრობდით, რომ გამბედავი და მეშინია თითქოს ორი საპირისპირო რაღაცა. ანუ ყოველ შემთხვევაში საპირისპირო ერთად არ მიდის რა. და ზუსტად ეგ სცენაა რა, წარმოვიდგინე პილოტები, ტიპები, ფრინავები, ხო, ტიპები, რა ვიცი, ოპერატორი სიტყვა მე მგონი.
ნუ ავი იყოს პრინავი გვაქვს ქართული და რაღა პილოტი სხვა დროს გამოვიყენებ ამ უფლებას რამე უსხოვური სიტყვა ვიხმარო პრინავებს ესაუბრება და მაგას ყვება რომ ხა მიდი და აუხსენი ამათ რა ვარია ხალხი ყველა ომში ნამყოფი არიან და ყველგან უბრძოლიათ აუხსენი ახლა ამას რომ გამბედაობას ჭირდება შიში რა და ეუბნება რომ კაიო ვი აიწიეთ ხელიო ვინცო რომ მიდიოდით სამხედრო ოპერაციაზეო არ გეშინოდათო ერთი ოპერაცია მაინც გაიხსენეთ ეგეთიო რა და ვიცით ხა თვითონ როგორ ყვება ცოტა გრძელი პაუზა დაისადგურებს მაშინ ოთახში და ბოლოში ერთი აიწევს და არაო ყველა ოპერაციაზე მაგრად მეშინოდა რომ მივდიოდიო რა და მე აყვება ყველა და ნუ გაიხსნება ეს თემა რა და ხო ნუ ცასახად თუ არ გეშინია გამბედაობა აღარ გამოდის რა ხო თქვი არაფერს მაგაზე სულ მაქონე საუბარი რა და ძალიან მომხვდა ერთხელ აღარ მახსოვს პირველად საიდან გავიგე მაგრამ იმის მერე ძალიან ბევრჯერ მომხვდა ინსტაგრამზე მაგრამ მანამდე სოციალურ ქსელში არ გამიგია რა მე მგონი ან რომელიღაცა ტრანსფორმაციულ კოუჩინგ ღონისძიებაზე ალბათ როგორ მუშაობს ლოცვა რა ან თხოვნა სამყაროსადი ანუ შენ რო დგები და რო იძახი რომ მე მინდა ვიყო გამბედავი შენ საშიში მოვლენები გემართება სადაც შენი გამბედაობა იტესტება იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შენ თუ დაждდები და ილოცებ იმისთვის რომ იყო გამბედავი შენ აგისრულდება ეგ ლოცვა და ეგ ლოცვა ასრულდება შემდეგნაირად შენ აუცილებლად გაგიჩნდება საჭიროება საშიში მომენტები და საშიში რაღაცები მოხდება სახიფათო რაღაცები მოხდება შენ აღქმაში იმიტომ რომ შენ რო გამბედავობა გამოიჩინო შენ საფრთხე უნდა შეგექმნას აუცილებლად შენ დაუცველობაში უნდა ამოყო თავი სინამდვილე შემთხვევაში შენ გამბედაობას ვერ გამოიჩენ შენ რო სამყაროს ღმერთს მნიშვნელობა არ აქვს შენ რა ისაგაკ განგებას საკუთარ თავს მანიფესტირებას დაიწყებ მნიშვნელობა არ აქვს და იტყვი რომ მე ვარ გამბედავი აბა რანაირად ხარ გამბედავი თუ არ გეშინია შენ გახსოვს გეხსოვნება მაგრამ გახსოვს ის ფილმი სახელს ვერ ვიხსენებ მეორე სერია არის ჯიმ კერის ფილმის ჯიმ კერი რო ღმერთს გაუსვლის ადგილს რაღაც პერიოდი ბრიუს ოლმაიტი თუ ყოველი შემძლე ბრუსი თუ კი მაგის მეორე სერია ოლდის იმაზე არის ისო თამაშობს სტივ კერელი ხო თუ კერელ თუ რაც არის მოკლედ ეგ რო არ მაქვს ეგ ნანახი კაი მაშინ მანდარი ეგ მომენტი კიდობანს რო აშენებს რა მაგის მეუღლე ეგეთი სცენაა მაგის მეუღლე ზის კაფეტერიაში ძალიან დაღურემილი და რაღაცას ფიქრობს და კაფეტერიის შეფ ზარეული თუ რაც არის მორგან ფრიმენი რა და მორგან ფრიმენი მიუჯდება რა რომ რა გჭირსო რაღაც მოიც მორგან ფრიმენული სახით და ხმით რა და ეს რაღაც დამწუხრებული მოკლედ გავლენ იმაზე რომ უიო შენო ის არ ხარო ის ლოის კიდობანს რო აშენებს იმის როლი არ ხარო და ამან კიო და კორჩოს აღოლო მაგარი შესაძლებლობა აქვს შენს მეუღლესო რა და რა ის შესაძლებლობაა ეს გოგო ეკითხება რა და შენო რა გონიაო როცა ითხოვო მაგალითად გამბედაობასო ღმერთი რას გაძლევსო სამყარო და ზუსტად იგივე ტექსტზე უნება და მთელი სცენაა და ისეთი მაგარი სცენაა ხა მე მართლა გითხრა მე მეგონა ეგ სცენა ამათი მოფიქრებული იყო და ნუ თურმე გავრცელებული ამბავია მომხვდა ეგ იმიტომ რომ პირველად გავიგონეზე არც ან როდესაც გავიაზრე რა მოვისმინეთ ხო მაშინ მომხვდა ანუ მომხვდა იმიტომ რომ ის ხორება რა საინტერესოდ ვითარდება რა რომ რაღაცა გინდა ითხოვ და მაგის გზა რომ მოდის წუწუნებ იგივე არის მეწარმეობაზე რაც ეხა ჩემი ამჟამინდელი მოხვედრა რაც არის ხოლმე რომ ანუ ანტრეპრენორში ანუ შენ გინდა რომ მეწარმე იყო ისე რომ work life balance იქონდეს მაგალითად ეგ ხო აბსურდულ რაღაცას ითხოვ რა ანუ შენ თუ რაღაც არ დაგიტოვა ვიღაცამ უკვე აწყობილი ბიზნესი რაც მეწარმეობაში და ანტრეპრენორში არ გეთარგმნება ანუ შენ ყველა ვარიანტში მოგიწევს იმ პერიოდის გავლა სადაც არც სამუშაოს დასაწყისი, არც სამუშაოს ბოლოა, არც თანამშრომელია, რომელზეც დელეგირება შეგიძლია გაწიო რაღაცის და არც არაფერი არ არის, ანუ შენ ხარ თავიდან ბოლომდე და ეს
მოკლედ იგრია ცხოვრება, რო ითხოვ გეძლევა შესაძლებლობები, მაგრამ შესაძლებლობა ეგრე გამოიყურება რა. და მან შესვლა თუ არ გადაწყვიტე და არ გაბედე ისევ ამას რო დაუბრუნდეთ, მაშინ არ გამოგივა რა. ალბათ მაგიტო არ მინდა მეწარმეობა. ეხა მივხვდი. მაგიტო არ მინდა მეწარმეობა. ხარ უკვე ოღონდ. არა. კი, ვარ. ჯო, იცი რაზე მინდოდა? ცოტა ესეთი ერთი ფიქრის გაზიარება მინდოდა რა. ბრენე ბრაუნი რასაც ამბობს რა, ამბობს ან ერთი მხრივ ძალიან ნათელ და მარტივ გასაგებ რაღაცას და მე ვიზიარებ, რომ ლიდერობა არ არის თანამდებობა და არ არის სხვების კონტროლი. ოკეი, შევთანხმდით, არ არის ცალსახად და მიუღებელია ჩემთვის ეგეთი დანახვა ლიდერობის რა. და ამბობს, რომ ლიდერობა არ არის თანდაყოლილი თვისება და ეს არის პრინციპში გამბედაობა, რომლის და გამბედაობის სწავლა შეიძლება დასწავლა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული 4 უნარის თემაა და ნუ მე მივდივარ თელ წიგში და მაგამდეც მივალ, მაგრამ დავიწყე ფიქრი ამ თანდაყოლილ თემაზე რა. და ეგეთი აზრი მომივიდა. ანუ თუ თახვდებით იმაზე, რომ გამბედაობა არის, როდესაც ელოდები საფრთხეს, მოსალოდნელია საფრთხე, მოსალოდნელია დისკომფორტი, მაგრამ შენ მაინც აკეთებ, ეგ არის გამბედაობა, ხო? ესე მარტივად მაგაზე ვთახვდებით, ხო? გამბედაობა მეთანხმება იმაში, რომ შენ აკეთებ მიუხედავად წარუმატებლობის რისკისა. რაც მეტია წარუმატებლობის რისკი და მაინც აკეთებ, მით მეტია გამბედაობა. კი ბატონო, და წარუმატებლობა, მარტო წარუმატებლობას ნუ ვიტყვით, თამდევი დისკომფორტებიც არის, ხო? ხო, წარუმატებლებაში გავაერთიანე იგი რა, იქ რაღაცა დისკომფორტი, ყველაფერი, ხო? ხო და რა აზრი გამიშთა, იცი? ხო. თანდაყოლილი გამბედაობა არსებობს და თანდაყოლილი ლიდერული თვისება ამ მხრივ არსებობს ჩემი აზრით. ქალებს აქვს თანდაყოლილი გამბედაობა. მარტო ქალებს, კაცებს არა. ტიპებმა იციან, რომ 9 თვე უნდა იწვალონ, თან ახლა 21 საუკუნეს ნუ განვიხილავთ ისტორიულად. იცოდნენ, რომ სიკვდილიანობა მშობიარობის დროს იყო ლამის 50%, იცოდნენ ყველაფერი რაც ელოდათ, იცოდნენ რა ტკივილი უნდა გაევლოთ, სულ რო წარმატებული ყოფილიყო და მაინც თავისნებით მიდიოდნენ მაგაზე. ვიცი არის, მოდი ცოტა რთულ შემა შეეხე, მან საერთოდ არ მაქვს არანაირი ან ფიქრები, ან არგუმენტები, ან რაღაცა დალაგებული თემა. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მახსენდება ბევრი თანდაყოლილი გამბედაობა კაცებისაც, უბრალოდ რომ არ დავალაგოთ ესე, ქალის გამბედაობაზე ზოგადად მე მოყვები იმ კუთხით, რომ ქალი საერთოდ სხვა რამეებს ბედავს, რომელიც ჩვენ ძალიან გვეშინია, რომლისაც და ჩვენ საერთოდ სხვა რამეებს ბედავთ, რომელსაც ქალს ეშინია და ეგ მგონია ბიოლოგიური თანდაყოლილი რაღაცების გამოც და მათ შორის ამ ევოლუციურად სოციალური რაღაცების გამოც. ანუ მაგალითად, კაცისთვის თუ ერთი შეხედვით არც თუ ისეთი რაღაცა გამბედავი ნაბიჯი არის, რაღაცა პროფესიები რო აიღო, მნიშვნელობა არ აქვს რა. და ქალისთვის კიდე მოწყვლადობა მაგალითად და რთული საუბრები და ემოციის აღიარება ეგ ჩვენთვის ახალია მაგალითად, ხო? ეხლა ანუ ეს სიახლე ამ წიგში რაც იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, ასე ვთქვათ, რაც არის, რომ მოწყვლადობა, vulnerability, დაუცველობა, მოწყვლადობა არ არის სისუსტე, არამედ არის რაღაცა შენიღბული ძალა და სიძლიერე და ზუსტად იგივე ითარგმნება რა, ანუ ხო, გამბედაობაში ითარგმნება ეგ და იმიტომ რა, იმიტომ რომ შენ მოწყვლადობასთან კომფორტში ხარ, ანუ მიღებული გაქვს და მიუხედავად მაგ ყველაფრისა განაგრძობ გამბედაობა და გამბედაობა კიდე თავის კუთხით სიძლიერის მაჩვენებელია, იმიტომ რომ ადამიანი თუ ძლიერი არ არის, ის გამბედაო და გაბედულ ნაბიჯებს როგორც წესი არ დგამს ხოლმე. და ეხლა შენ თემას რო პასუხი გაცე, ხო, და უამრავი ევოლუციურად უამრავი მომენტია, უბრალოდ არ მინდა რომ მარტო ქალი დავტოვოთ ხო მაგ ამბავს, თუმცა იყოს მე ქალს მე დავაზუსტებ, მე მარტო შევეხე თანდაყოლილ ნაწილს. თანდაყოლილზე არ ვიცი, ეგეთი ის მაქვს რა, ბავშვების გაჩენის მერე გამიჩნდა მაგარი დილემა რა, იმიტომ რომ ამავე ორი შეიძლება ერთი მეორესგან საპირისპირო რაღაცის მჯერა. ან შეიძლება მე მგონია რომ საპირისპიროა, თქვა და გაურთიეთ გამომრიცხავი. მაგრამ ორი რაღაცის მჯერა რა. მჯერა რომ იბადები რაღაცნაირი ხარ უკვე? ეგ ცალსახაა. შესაბამისად თუ ეგ ცალსახაა, რაღაცა უნარები
შეიძლება მეტი გაქვს დაბადებისთანავე ვიდრე სხვას. და ამავე დროს მგონია რომ შენი გარემო უდიდეს ნაწილში განსაზღვრავს რა იქნები და ამავე დროს მგონია რომ შრომა ყოველთვის აჯობებს ნებისმიერ თანდაყოლილ ნიჭს თუ ამ თანდაყოლილმა ნიჭმა შრომა არ დაამატა რა. და ანუ რო გავუცე პასუხი მგონია რომ თანდაყოლილად უფრო მეტად გაბედულები და უფრო ნაკლებად გაბედულები არსებობენ. ამას მე დაამატე შენ გარემო სადაც იზრდება წაქეზება არის რომ მიდი გაბედე შეიზრდება თუ ფთხილად შეიზრდება ანუ ფთხილად გაზრდილი ადამიანი ბუნებრივად შეიძლება უფრო მეტად ფრთხილი იყოს ანუ ნაკლებად გაბედული და მიდი წაქეზებული უფრო გაბედული და ამავე დროს მგონია რომ 40 წლის ასაკში შეგიძლია გამბედაობა ისწავლო და ამ ყველას დაეწიო რა ანუ თანდაყოლილობაზე მოკლედ ყველაფერში არ გედავები აბსოლუტურად არ ვიცი მარტო ხალხს აქვს თუ არა თანდაყოლილობა თქო მე ეგ ფიქრი რომ მომივიდა მაგამდე მივედრო ინსტინქტის დონეზე თუ დავიყვანთ აი ინსტინქტის დონეზე ინსტინქტურად აქვს თანდაყოლილი გამბედაობა იმას ინსტინქტურად კაცის არა აქვს თუ ეგ მომეშლება სოციუმის დატვირთულია კაცის გამბედაობა დაცვა მაქედან მოდის არა მგონია რა ანუ ნადირობა ის რასაც ფიზიკური სიძლიერე ევოლუციურად ჭირდება და რამაც განავითარა ეგ არა მგონია რომ ეგ არ იყოს ინსტინქტის დონეზე მამაკაცში იმიტომ რომ მამაკაცი მე მგონია ანუ არ კიდევ ერთხელ ვინმეორებ რა ანუ არანაირად არ მინდა რომ მან რამე ჭკუის კოლოფობა გამოვიჩინო 100% მოყვები იმაში რომ მშობიარობა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ეხა არის რომ 99.999% დედა ხო კარგად არის კი მაგრამ იქ ნახევარი კვდებოდა მე მგონი თუ რაღაც ეგეთ თვითონ ბავშვიც იღუპებოდა კაცო სერიოზულად მატრამვირებელი პროცესი არის თქო ძალიან და მაგას რო შეინებით იზამ თან 1 და 2 კი არა იმ დროში 28 ხო აი ხო წარმოუდგენელია ხო გადარჩენის ინსტინქტის ნაწილი არის მან გამბედაობა შემოდის ქალის 100% და მგონია რომ შეიძლება კაცსაც რამე თანდაყოლილი რომელიც გულისხმობს დაცვა ჭხუბს ომს ნადირობას რაღაც მაგის და მაგვარ ხო ეხა შენ რომ ნადირობა თქვი პრინციპში ხო ალბათ ჭამის ინსტინქტი განაპირობებდა მაგხრივ გამბედაობასაც კი აქეთაც რა აი არ შევეშვებ მაშინ მაგ არა ანუ რას გულისხმობ იცი იმიტომ კი არა რომ ანუ არა მგონია რომ specific თუ რაც ქვია სქესზე სპეციფიური იყოს ეგ ამბავი თქო რა მე გეთახმები რომ გამბედაობა სქესზე სპეციფიური არ არის ერთ-ერთი რა აზრის მომივიდა და კიდევ ერთხელ არ ვამტკიცებ რომ დედა ეს რა აღმოჩენა გავაკეთე ერთ აზრის მომივიდა რომ თანდაყოლილზე რო დავიწყე ფიქრი ვერ გავიხსენე ჩემი ჭკუით ვერაფერი თანდაყოლილი გამბედაობა გარდა ამ მაგალითსა რაც მოიყვანე თუმცა ხშირ კონტრმაგალითიც მოიყვანე მაგანაც დამაფიქრდა და მამეთ ხო ალბათ არასწორად გამოვაყალიბე ეგ აზრი თქო რა საკმაოდ გამბედავები არიან ბავშვები ბავშვები გამბედავები არის მოყარები და გამბედავები არიან თუმცა შეიძლება გამბედავები კი არ არიან ჯერ არ ეშინიათ შეიძლება ეგ შეიძლება ჯერ არ ეშინიათ ზუსტად შეიძლება არიციან რომ უნდა ეშინოდეთ რა ამიტომ ეს გამბედაობის განმარტება აღარ ჯდება რა როცა ხო და შეიძლება მშობიარობაც ეგ არ არის შიშის ფაქტორი თქო ეგ შეიძლება თანდაყოლილი რისკი არის ბიოლოგიური ინსტინქტის და ამიტომ შეიძლება გამბედაობა მსად არ უხდება მათ შორის არც ნადირობას შეიძლება მოდი დავანებოთ მაგას არ ყოფილვართ მაგაში ექსპერტები დავანებოთ თავი მაგრამ შენ შეეხე მას ახსენე და ხო ნუ ეგ არის მართლა ლამის კი არა ძირითადი თემა რაზეც არის დაშენებული პრინციპში ყველაფერი რა გამბედაობიდან დაწყებული ეს მოწყვლადობა ეს დაუცველობის კონცეფცია რა რომელზედაც ნახევარი წიგნი მაინც მაგ ჭრილში მიდის და მაგის გარჩევაა რა და ხო ეს დაუცველობა ალბათ კარგია რომ განვმარტოთ რა ეს დაუცველობა და მოწყვლადობა რას გულისხმობს ბრენდე და იდეაში რა არის საერთოდ რა ხო და რა არის ხო და არის როგორ თქვა კარგად როდესაც არიცი რა მოხდება ეგ განცდა როდესაც არიცი განცდაა რა ემოციაა რა როდესაც არიცი რა შედეგი მოყვება ამა თუ იმ ქმედებას რა ან არაფრის კეთებას მათ შორის რა uncertainty როგორ არის ამ შემთხვევაში კარგი ვერ გადავთანხმებ ვცდილობდი სიცხადე არის certainty ანუ სიცხადის საპირისპირო მოკლედ სიცხადის არ ქონა მშვენიერი სიცხადის არ ქონა ხო ბოდიში გადასარევი სიცხადის არ ქონა იმაზე
ეხა მე რო ამას ვიზამ ან არ ვიზამ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს რა და როდესაც შვები მიუხედავთ იმისა, რომ ეგ სიცხადე არ გაქვს და შვები, იმიტომ რომ შენ ესე გჯერა, იმიტომ რომ შენი ღირებულებები, რომლებსაც ატარებ, არა უბრალოდ ლაპარაკობ, არამედ ატარებ და ეგ კიდე ერთი თემაა, რომელიც ძალიან საინტერესოდ შეეხო. გეუბნება რომ ხო ეგ უნდა გააკეთო რა. ეგ გასაკეთებელია რა, როდესაც არ იცი რა მოხდება, მაგრამ კარგია და ამიტომ სწორი საქციელია და ამიტომ ეგრე იქცე. მე გავიაზრე ეგ სიტყვა ესე რა, vulnerability, ანუ მოწყვლადობა, ანუ დაუცველობა, გავიაზრე ესე რომ ჩვენ ეგ ვართ. ყველანი. კი. ყველანი ვართ ჩვენ მოწყვლადები. და მაგის მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ მომავალი არ არის ცხადი. ეგ ერთი. შესაძლოა ყოველთვის არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ ან ფიზიკურად, ან ემოციურად დავზარალდით. და აქ უფრო ემოციურ და ზიანზე არის საუბარი და ემოციურზე რომ დავრჩეთ, ამიტომ ცოდნა იმისა, რომ შენ ემოციურად შეიძლება დაზიანდე. და მაგის აღიარება და თქვა, რომ ის რა მე ემოციურად ის ხა ამ წუთას მაზიანებს მეშინია, მწხვენია, არ ვიცი. და ეს არ ვიცი შეიძლება როგორც ლიდერს გადაითარგმნოს როგორც ვაბა შენ თუ არ იცი აბა ჩვენ ავხსნათ ხო და ამიტომ წავიდეს ისე უკან იმაში რომ რა ის ლიდერი ხარ და ანუ ისევ რაღაცნაირ სირცხულზე დავიდეს ბრენდს საერთოდ სირცხულზე დაყავს ხოლმე როგორც ეს ყველაფერი რა ამ მოწყვლადობა ამ კონტექსტში ეგრო ხო მოწყვლადი ხარ რა ანუ შენ გეშინია შენ ემოციები გააქვს ისეთი რომელიც არ მეტყველებს რა ქვია ამაზე სუპერმენობაზე რა რაღაცნაირ ტანკში არ ზიხარ მოკლედ ანუ აბჯარი არ გაქვს ძალიან კარგია აბჯარი გაქვს მოხსნილი ანუ ეს აბჯარი თავდაცვითი რეჟიმში არ ახარ და პირიქით რა შენ გახსნილ რეჟიმში ხარ ანუ ასე ვთქვათ ღია ხარ კარი გაქვს ღია 10-15 წლის წინ ჩემი უშუალო საქმე მომხმარებისათვის ინვესტირების შესაძლებლობის მათ შორის ფასიან ქაღალდებში შეთავაზება იყო ამისათვის მას უნდა გაეხსნა საბროკერო ანგარიში, ჩაერიცხა თანხა, შეერჩია აქცია, დაერეკა ან მიეწერა ბროკერისათვის და მიეცა შესაბამისი დავალება. დღეს ჩვენი თანამოაზრე საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციიდან პირდაპირ შეგიძლიათ თუნდაც 1/1000 აქციის შეძენა, თან შეგიძლიათ შექმნათ მუდმივი დავალება და აპლიკაცია ავტომატურად განახორციელებს გარიგებას თქვენი შეწუხების გარეშე. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მოიგოთ $1250 ღირებულების აქციები. დეტალები იხილეთ ვიდეოს აღწერაში, არ გადადოთ სასურველი მომავლის შექმნის დაწყება. და მან ბუნებრივად ეგრე ვართ, მაგრამ ამას სჭირდება დანახვა და აღიარება და არა სუპერგმირობის თამაში, გმირობანას თამაში და განსაკუთრებით ეგ ძალიან ჩანს ხოლმე ნებისმიერი ტიპის ლიდერულ როლში მყოფ ადამიანებში რა. ადამიანებზე აი სუპერგმირობას რო ცდილობ, მან სასაცილო ხარ რა. მარტივად რო თქვა, ხშირ შემთხვევაში სასაცილო ხარ რა. მითები აქვს ჩამოთვლილი ამ მოწყვლადობაზე და რამოდენიმე შემეხმიანა რა. ნუ პირველზე ვილაპარაკეთ მოწყვლადობა რო არის სისუსტე და როგორ აპირებ, პასუხი მაგაზე როგორ აპირებ, რომ იყო გამბედავი და ძლიერი, თუ არ ზდობ დაუცველობას ან შიშს, ანუ მან ის არის და მეორე არის ეს რა, ანუ მე არ შევდივარ დაუცველობა მოწყვლადობაში, ანუ ეს მითი იმისი რომ კი მაგრამ მე მაგას არ ვაკეთებ რა. აი არ ვაკეთებ, ეგ არის გენიალური რაღაცა. რას არ აკეთებ რა, რას არ აკეთებ? მოდი ერთი აბა მომიყევი რას არ აკეთებ. ქართულად ეგრე სასწაულოდაც არ ჟღერს, რამდენადაც ინგლისურად ჟღერდა. კი, მაგრამ რას არ აკეთებ ერთია და მან არის ეგრე ანუ ბრენდეს რაც მომწონს პასუხი აქვს რომ ანუ შენ ან ნებით გააკეთებ, ან ის გაგაკეთებს რა, ანუ იმიტომ ყველა ვარიანტში შემოვა და შეუძლებელია რომ შენ არ შედიოდე მოწყვლადობაში ან დაუცველობაში, ეგ არის აპრიორი პარადოქსი, ანუ შენ ხარ თან დაყოლილად მოწყვლადი და დაუცველი. და მაგის აღიარება და მაგაზე პასუხისმგებლობის აღება არის ის, რაც შთააგონებს რეალურად სხვა ადამიანს. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ხო კემბელს დაუბრუნდეთ ეხლა და წინა ეპიზოდი ვისაც აქ ნანახი ანდროსთან კარგად დავაშერებ ეხლა მას, რომ ანუ ჯოზეფ კემბელის გმირის მოგზაურობაში გმირის თვის განუყოფელი ნაწილი არის დახეთქება მიწაზე. განუყოფელი ნაწილია მისი დამარცხება. და მე მაგ ფერფლიდან ფენიქსივით ამოსვლა ეგ არის გმირობა. თორე გმირობა არ არის თის მწვერვალზე დაბადება გაჩენა და იქ ყოფნა სუმუდამ. რომელი მოგზაურობა
შთააგონებს, რომელი გახსენდებათ ან შენ ან მსმენელს და მაყურებელს, სადაც სირთულე არ გაუულია ვინმეს და ეგ შთამაგონებელი ისტორია ყოფილიყო. ან ფილმი არ არსებობს ეგეთი, ხო, ყველა ისტორია, ყველა ფილმი, ყველა რავი ბიზნეს кейსთადიც კი, ყველა დაუცველობიდან და საფრთხიდან ამოსულაზე არის. ანუ დრამატურგია ყოველთვის ეგ არის რა. სხვა არ გვაინტერესებს, ანუ ჩვენ სხვა არ გვამოტივირებს, არ გვაინსპირირებს. ჩვენ არ გვიყვარს დაუმარცხებელი სუპერმენები. ანუ სუპერმენიც კი კომიქსი ვარ, იქაც რაღაცები ემართება. არა, ემართებას თავი გაანები კრიპტონიტია და ეშინია კრიპტონიტი. ეშინია კი და იქ რაღაცა აქილებს ქუსლი ქონდა და იქ ვიღაცას რაღაცა და ყველას რაღაცა რა. ხო, ეს აბჯარს როგორც კი იხსნიან, ანუ ავტომატურად უკვე ჩემ როგორ თქვა, იცი რა მახსენდება მაგაზე ამ აბჯრის მოხსნაზე, ბავშვთან საუკეთესო საუბრის მომენტი იყო დახრარი და თვალის გასწორება მასთან რა, ანუ ესე ეგეთი ის არის, რომ ბავშვს თუ გინდა ბავშვს რო ესაუბრები, უნდა და ის დონეზე უნდა ესე არ უნდა ელაპარაკო რა, უნდა ჩამოხვიდე და ესე ესაუბრო. და დაახლოებით მაგას აკეთებს, როდესაც ლიდერი მოწყვლადობაზე პასუხისმგებლობას იღებს და დაუცველობას არ მალავს, ჩემში დაახლოებით ეგ ხდება, რომ ის თავის პედესტალიდან ჩამოდის და ადამიანი ხდება რა. და არა რაღაცა ვიღაცა, რომელსაც არაფერი არ შეშლია და თან მე რატომ მომდის იცი ეგ ის რომ დამალვა რაღაცეების, ხალიჩის ქვეშ პრობლემების შეგდება, მოტყუება და ნებისმიერი ეგეთი არც თუ ისე ეთიკური საქციელი გამომდინარეობს იქიდან რომ მაგ ხალხს ეშინია რომ თქვას რომ დამარცხდა. წვენია ეშინია კი. ხო და ნებისმიერ შელამაზება ეგ არის. ნებისმიერ და შესაბამისად ეს საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი ციგნი შეიძლება იყოს მაკუთხით. ეს რაღაც საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი ციგნია და ეხლა რომ გისმენდი, იცი რა აზრი მომივიდა რომ კარგად არის შეკრული და კარგ ჭრილში და კარგი პრიზმიდან არის დანახული ის რაც იდეაში ბევრად ადრე ბევრი ადამიანის მიერ სხვადასხვა ფორმით იყო ნათქვამი რა, იქნა ნათქვამი ან ნაჩვენები. აქ არის უბრალოდ ძალიან კარგად და ლამაზად ეს ყველაფერი შეკრული რა. ანუ იმის თქმა მინდა რომ არაფერი სუპერ სიახლე და აღმოჩენა ასე ვთქვათ აქ არ არის, მაგრამ ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი გადმოცემული მე თუ მკითხავ რა. ტყუილა არ არის ბრენ ბრაუნი ის რაც არის და ტყუილა არ დახარჯა ამდენი წელი კვლევარობაზე ამ მიმართულებით ლიდერობის კვლევაზე ამდენი წელი ტყუილა არ დახარჯა და მართლა ძალიან კარგად აქვს ეს ჩამოყალიბებული რა. ხო და ეხლა რო ლაპარაკობდი რა, აბჯარზე რო ლაპარაკობდი რა. ეს აბჯრის თემა არის ძალიან საინტერესო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ერთი შეხედვით არ გვეჩვენება როგორც აბჯარი რა. ამ დროს სინამდვილეში აბჯარია რა. მაგალითად აი ძალიან არ მიყვარს ეს გაგება, ეს ტერმინი კი არა და ეს მდგომარეობა პერფექციონიზმი რა. მაგრამ ეხლა როგორც აბჯარს ვერ აღვიქვამდი რა. აბჯრად არ გონდა აქ მუნდა რომ ეხლა ამას რო უსმენდი ვკითხულობდი ხო აბჯარია რა იმენა აბჯარია ეშინია პერფექციონის არა იდეალური ნაშრომის გამომზეურების ხო აბჯარია აბა რა არის სუფთა აბჯარია რა და მე ეხა ლიდერობაში როგორც ამას გადააქვს ჩემ ტვინშის ლიდერობას რომ გულისხმობ ძირთად კორპორატიულ ლიდერობას თუმცა არა მარტო საზოგადოებრივ ლიდერობას აბსოლუტურად იგივე მაშინ კონცეფციებში იზრდება რა. რო დავფიქრდი ხო, აი ხელმძღვანელი პირების როლია ხშირად რა, რომ არ ვარგა ეს უნდა იყოს საუკეთესო. აი, იმიტომ რომ ეს უნდა აკეთებდე. ესე არის, ამას ითხოვენ, ხო, რომ ეს უნდა იყოს იდეალური რა. რაც არ არის ცუდი რა, ერთი შეხედვით ეხლა შეს ვერ ვიხსენებ ვისგან მოვისმინეთ თუ საწავიკითხე ეგ, მაგრამ მან ძალიან ესეთი კარგი თხელი ხაზია excellence როგორ თარგმნო საუკეთესობისკენ სწრაფვასა და პერფექციონიზმ შორის რა ერთი უნდა გინდოდეს ხო უნდა გინდოდეს რომ ყოველთვის ძალიან კარგი პროდუქტი შექმნა ესე უხეშად საუკეთესო ხო საუკეთესო მაგრამ ეგ ერთია და მეორეა რომ
ეგ სხვა იდეალური ხო მეორეა რომ ვცდილობდე რომ იდეალური შექმნა ორი სხვადასხვა რაღაც უნაკლო ხო უნაკლო უпростоოდ პერფექციონიზმი არის უნაკლო ნახე მან სულ ახსენდება ბოლო დროს შემხვდა და ძალიან კარგად აღწერს მაგიდიას კიბი არის ერთი რომელიც ცოტა მიხრილ მოხრილად არის მიჭედებული ანუ ესე კიბი არის მიყუდებული კედელზე და ერთ მხარეს არის ცოტა ესე დახრილად გაკეთებული საფეხურები, მაგრამ ბოლომდე არის ასული. და მეორე მხარეს არის აი იდეალურად მიმაგრებული, მაგრამ ჯერ ორია. ანუ ის უკვე ასული არის. ძალიან მაგარი მეტაფორაა, კი, ძალიან კაი მეტაფორა. და იგივე არის, იგივე რა, ანუ ყველა შემთხვევაში ჯობს ნაკლიანი ნაბიჯი, ვიდრე მოლოდინს იმისა სანამ შენ უნაკლო ნაბიჯს გადადგავ. და მეტაფორულად რომ წამოვიდეთ, ჩვენ რო დავლოდებოდით იმას, ან ეხაც ყოველ შემდეგი ეპიზოდის ჩაწერამდე რო დაველოდოთ, სანამ უნაკლოდ ვიქნებით მომზადებული ამ ეპიზოდის ჩაწერისთვის, ჩვენ პროსა ერთ ეპიზოდს ვერ ჩავწერთ. გარანტირებულად ვერ ჩავტემთ. ვერ ერთ ეპიზოდს ვერ ჩავტემთ. მე არაფრის უნაკლოდ არ მომზადებულ ვარ ცხოვრებაში. არა თუ ეპიზოდისთვის, საერთოდ არაფრისთვის. ხო და ნუ შესაბამისად ეგ მახია, ეგ შენ მაჩქე ეგ წინი ვერ გავედი ბოლოში ჯერ რა. კი, პერფექციონიზმის მახი. ახალწლს როზიანოში კი. ხო და სხვა შე სულ მაინტერესებდა მეკითხა ის წიგნები ვარგო და რა მეც თქო. ვერ გავედი ბოლოში ჩვენ ისეთი საქმე წავოვიდეთ გირო წიგნები. არ და ახალი მასალა შეიძლება იყოს საინტერესო. კი, საინტერესო. კი ბატონო. ხო და ეხლა ამდენი ვილაპარაკე და პრინციპში ვილაპარაკობდით იმაზე ერთ-ერთ აუცილებელ პირობაზე, რასაც ბრენე ბრაუნი თulis დასწავლადად გამბედაობისთვის რა, ანუ აუცილებელი პირობა იყო მოწყვლადი და ისაუბრო ადამიანებთან მოწყვლადობის მდგომარეობიდან რა, ანუ რთული საუბრები კონდეს ადამიანებთან მოწყვლადობის მდგომარეობიდან და არა უნაკლოების მდგომარეობიდან, ასე რომ ვთქვათ რა, როდესაც ლიდერობაზეა საუბარი რა. მაგაზე მოახსენდება რა ჩამონათვალი იყო აბჯარ ასხმული ლიდერის და გაბედული ლიდერის შორის რაღაცა სხვაობები იყო და პოლიტიკური ქმედებები იყო ჩამოწერილი წიგნში. და ზოდა იმას ChatGPT-ს ვთხოვე და დავაპატარავეთ და რაღაცნაირად 5 ძირითად ფრაგმენტში მოვაქციეთ რა, ცოტა ბევრი იყო და მანდ ერთ-ერთი ეგ არის რა, ერიდება რთულ საუბრებს არის აბჯარ ასხმული ლიდერი. ანუ თავდაცვაში მყოფი ლიდერი რა, ტანკში რო ზიხარ და იქიდან რო იყურები ეს. და მეორე არის თვალს უსწორებს ამ რთულ საუბრებს. ეს რთული საუბრები არა მარტო კორპორაციულ სეტინგში არის რა, თუ რას ქვია კორპორაციულ სიტუაციაში, ბიზნეს სიტუაციაში. შენ სახლში, ოჯახში რამდენ რთულ საუბარი გაქვს გადადებული. იმიტომ რომ გეშინია რომ მაგ საუბრის დროს შენ ან შენი თქვი რამე ისეც რომელიც აწყენინებს მეორე ადამიანს. ან ის იტყვის რამეს და ვერ შეიკავებს ემოციებზე იჩხუბებ. და ამავე დროს ცირა ჯობია იჩხუბო და მე შერიგდე. იმიტომ რომ პასუხობა აიღო შენ რაღაცა ნათქვამზე. ვიდრე ეგ ხალიჩის ქვეშ შემალო და მე ხშირად რო ხდება ხოლმე ოჯახებში მოაცა პატარა წვრილმან პრობლემაზე რომ ისეთი რეაქცია გადავიას რომ შეუძლებელია რომ ეს იმას იყოს რეაქცია. რომ მაინც აქვია ინგლისურად snap არის. გაწყდება რა მოკლედ ეს ეგ ამბავი და კორპორაციაშიც ყველა ვარიანტში გაწყდება ან გადაიზრდება ისეთ ტოქსიურობაში და ისეთ ჭაობ კულტურაში რომლიდანაც შენ თვითონვე როგორც ლიდერს მოგინდება მე გაქცევა რა აი როდესაც თავიდან რომ დავიწყეთ და ჩემ თავზე რო ვთქვი და ნუ მე რო გავაგზავნე საუბარი ხო მაგას გულისხმობდი რა ჩემი ყველაზე ბნელი და შავი წერტილია რა ყველაზე მეტად მეშინია მიჭირს და ვარიდებ თავს, ყველაფერს ვაკეთებ იმას, რაც გამბედაობის საპირისპიროა ბრენე ბრაუნის მიხედვით რთულ საუბრებს რა. და ძალიან მომეწონა ეს ღერს უაზროთ რა, ძალიან ღირებული იყო ესე დავაგებული იდეა რა, როგორ რა კუთხით უნდა შევხედო რთულ საუბრებს რა. და ეგ ძალიან სამაგონებელი იყო რა. რომელზე იძახი დასაწყისშივე აქ ეგეთი ხელსაწყოსავით აქვს შემოთავაზებული დასაწყისში კვადრატი კი რომ და მანდა აქ მოყოლილი ადამიანს რომ იცი რომ ადამიანებს შეეხმიანეო რომლებმაც გითხრეს და პასუხისმგებლობა აღებინეს და თვალი გაგასწორებინეს
იმ შენ გადახვევებზე შენი ფასეულობებიდან ღირებულებიდან და არის ეს რომელიც თუ თავს გიქნებენ და თამაშობენ ამ ეგრეთ წოდებულ რა ქვია კეთილს თუ რა ქვია კარგია ტიპებს თავი გაანებო რა სულ კარგიას რო გეუნებიან და იქ არის დათური სამსახურია რეალურად მე მაგ პრიზმიდან დავიწყე მაგის ყურება და ძალიან მეხმარება ანუ ადამიანისთვის უკავშირის მიცემა სიკეთის კეთება არის და არ მიცემა არის დათური სამსახური ანუ შენ თუ გინდა რომ კარგი იყო უკავშირი მიეცი და თუ შენ ამ უკავშირის მიცემის დროს არასწორ სიტყვებს გამოიყენებ და მას ატკენ შენ ჯობია მერე ბოდიში მოიხადო ვიდრე უკავშირი არ მიცემ რომ უკავშირი კიდე უფრო მეტ უკავშირის არ მიცემა ადამიანს კიდე უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ხო მაგ კუთხიდან როგორც კი უყურებ შინაგანად აი სტუდენტთან ლაპარაკი მახსენდება ეხლა რა და წინა ლექციაზე მქონდა ეგ თემა და პირდაპირ უთხარი რომ მეთქი მოთა უკავშირი არაფერში არ არის მაგრამ იგივე კატეგორიის თემა რომ ანუ ეხა მე თქვენ რაღაცას ვაკეთებ და თქვენ ეს არ მოგწოთ თქო რა და მე უფრო კაი ტიპი გამოჩნდები თუ ამას ხონერად გავაკეთებ მაგრამ ამავე დროს გავა დრო და მე იტყვით შეიძლება ხმამაღლა არ თქვა და შეიძლება მე არ მითხრათ თქო მაგრამ იტყვით რომ ხო ის ადამიანი ამას სწორად მიგვანიშნებდა და ეგ იყო ელემენტარულ რაღაცეებზე რა იქ რაღაც დაგვიანებაზე პასუხისგებლობის აღებაზე რაღაც შეიძლება გამოიხატოს ჯარი მითქულის და მნიშვნელობა არ აქვს რაღაც ეგეთის მაგალ გუნდურ თამაშზე ანუ შენი გუნდის წევრი რო საქმეს აფუჭებს შენც რო ეგ გეხება მაგის სწავლა თუ სტუდენტობისას და ახალგაზრდობაში ეგ გამოტოვე ეგ როგორ მტკივნეულად შეღება დიდობაში და კომპანიაში ხო წარმოგიდგენი რომ გარდაუვალია ხო გარდაუვალია ეგ მინახავს გარდაუვალია და თუ შენ განსაკუთრებით ლიდერობა გინდა ცხოვრებაში და მსხვერპლის როლის ყოფნაში არ გინდა გარდაუვალია სხვის საქციელზე პასუხისგებლობის აღება. ან მოგიწევს სხვა ვარიანტი არ გამო. იყო ლიდერი რეალურად ნიშნავს რომ 100% პასუხისგებლობა აიღო ყველაფერზე რაც შენ ცხოვრებაში ხდება და რადგან შენ ცხოვრებაში სხვა ადამიანებიც ხდებიან, იმიტომ რომ მარტო ხო არ ახარ. მაშინ აიღო პასუხისგებლობა სხვა ადამიანების პოტენციალის დანახვა გამოვლენებაში იგულისხმება მათ შორის აიღო პასუხისგებლობა მათ ქმედებების რაღაც ნაწილზე ეს არ ნიშნავს რომ იმათ ათავისუფლებ კაც პასუხისგებლობით ისინი ყველას თავის პასუხისგებლობა აქვს მათ შორის ეს შენი როგორც ლიდერის პასუხისგებლობა ეგწილი რა ერთადერთი განმარტება მე რომ მკითხო რომ დავიყვანოთ ერთ სიტყვამდე რა არის ლიდერი არის პასუხისგებლობის აღების უნარის მქონე ადამიანი ადამიანი რომელიც პასუხს აგებს შეუულია პასუხისგებლობის აღება ის ადამიანი არის თავისი განმარტებიდან გამომდინარე ლიდერი ეგ კარგი განმარტება არის და იქნებოდა რომ არა ერთი დათქმა რა რაზე იგებს პასუხი ყველაფერს რაც ხდება მის ცხოვრებაში ყველაფერზე თუ იყვი მაშინ კი ყველაფერზე კი ყველაფერს არა იმიტომ რომ ნუ ხო არ გინახავს კი არა და არ განგვიცდია თუნდაც პასუხისგებლობის აღება მარტო კონკრეტულად რაღაც ფინანსურ მაჩვენებლებზე. კი, როგორ არა, მაგას გეუბნები რა. რომ განმარტო მე ხა ეს არ მინდა რომ თქვა რომ ყველაფერზე ანუ მიწისძვრა რომ მოხდა ჩემი მაგაზე ვერ იქნები ახლა. მიწისძვრა რომ მოხდა შენ არ ხარ პასუხისგებელი, მაგრამ შენ ხარ პასუხისგებელი იმაზე შენ როგორ ხარ მომზადებული მიწისძვრისთვის. აბსოლუტურად. ანუ წვიმა რო წამოვა შენი პასუხისგებლობა არ არის. მაგრამ ქოლგა რო კონდეს რო არ დასველდე, შენი პასუხისგებლობა არის. კი ბატონო. და ამიტომ თუ წვიმა წამოვიდა და შენ დასველდი, წვიმის ბრალი არ არის, შენი ბრალია. რო დასველდი არის შენ ბრალი, წვიმა რო წამოვიდა კი არა. რო დასველდი. წვიმა შენს გამო არ წამოსულა, მაგაზეც თავი. რო დასველდი. და იცი ოკეია რო დასველდი. უბრალოდ შენ თუ მაგის გამო ეგ მიზეზად მოიყვანე, იმიტომ რომ რაღაცა არ მოხდა, მან ტრიალდები შენ და გადადიხარ მსხვერპლში და არა ლიდერში რა. ხო, რეალობისთვის ვადის გასწორება აუცილებელი პირობაა ამ შემთხვევაში რა. კიდე ერთი შედარება არის მაბჯარასხმული ლიდერის და გაბედული ლიდერის და ერთ-ერთი იყო ეს მალავს შეცდომებს და პასუხისგებლობას იღებს. ამიტომ მოვაყოლე რა. პასუხისგებლობას იღებს შეცდომებზე, ანუ accountability არის. ხო, ანუ ცოტა გაბედული ლიდერი პასუხისგებლობას იღებს იმაზე, რაც ისი არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. და აბჯარასხმული ლიდერი ცდილობს რომ დამალოს ეგ. ან გადააბრალოს სხვას. ან მოიხსნას პასუხისგებლობა, თქვას რომ ჩემი ბრალი კი არ არის, იმის ბრალი არის. ან საერთოდ დამალოს, არ თქვას, რაღაც. ხო, დამალვა კიდე ის ექსტრემალური შემთხვევებია რა, მაგრამ აი სულ მეფიქრება რომ ეს პასუხისგებლობის აღება ხო რაღაცნაირი ისეთი ტერმინია რა, ზოგადი ტერმინია თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ როდესაც ამბობ რომ ხო მე ეს შემეშალა, ეს უკვე პასუხისგებლობის აღების მინიმალური სტანდარტია, ასე ვთქვათ რა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრეა. როდესაც ამბობ რომ მე ეს შემეშალა და ეს ჩემი შეცდომაა, რა თქმა უნდა ამას ჭირდება შემდეგ გათვალისწინება, გამოსწორებაზე მუშაობა და ასე შემდეგ, მაგრამ
თვითონ ის ფაქტი რომ აღიარო რომ ეს არის შენი შეცდომა, ეგ არის პასუხისმგებლობის აღების რაღაცნაირი ფორმა, მინიმალური ფორმა ჩემი აზრით რა. ნახე, გამოსწორებას შევეხმიანო რა. შენ რო იყო ლიდერი საკმარისია რომ პასუხისმგებლობა აიღო მაგაზე. ანუ აი ხა ცოტა უკეთესად მე ჩამოვაყალიბო. იცი რა მახსენდება? შენი არჩევანია იყო გარეწარი. ოღონდ აიღე პასუხისმგებლობა იმაზე რომ ხარ გარეწარი. ხო. ანუ რა ვთქვი, რომ შენ ანუ შეგეშალა ხო შეფასებითი არის ცოტა რა, ანუ შეგეშალა რას ნიშნავს რა, ანუ ის შედეგი არ მიიღე რა, შედეგიც შეთანხმებული იყო ალბათ, მაგას გულისხმობ? გადაწყვეტილება მივიღე, რომელმაც არ მოიტანა ის შედეგი, რასაც ველოდით, ხო? ხო, ბოდიში, მაშინ ეს ხო, არა, რაც შემოიტანა რა, ხო. ანუ ბრაზმობს რომ რაღაცა თქვი, რაღაცა გავაკეთეთ და მე ვიყავი ამის ინიციატორი, ასე ვთქვა და შედეგი მივიღეთ 180 გრადუსით საპირისპირო. ერთი ვარიანტია თქვა, რომ ესე მოხდა და მეორე ვარიანტია თქვა, რომ კი არ მოხდა. ეს გადაწყვეტილება მივიღე და შედეგად მოიტანა ეს. ეს უკვე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ შემდეგზე ლოგიკურად თუ შემდეგი ანალოგიური რამე იქნება, ან თუნდაც არა ანალოგიური რა მნიშვნელობა. შობა რა, ხო. ხო, აქედან მინიმუმ სწავლობ იმას, რომ შემდეგ ანალოგიურ შემთხვევა. ბოდიში უცებ გავუწყვიტი აზრი, რეი დალიო, მთელი პრინციპები ეგ არის. გავაკეთე, შემეშალა, ჩავიწერე რა შემეშალა, შემდეგზე იგივეს რო ვხედავ, ჩავხედავ რა შემეშალა, როგორ იყო, აღარ ვაკეთებ მაგას. როგორ იყო? ტკივილი პლუს რეფლექსია რას უდრის? ხო, პროგრესს უდრის, ეხლა ვახსენე. საოცარი ფორმულა, ტკივილი პლუს რეფლექსია უდრის პროგრესს, ხო? ნუ ძალიან მაგარი. ხო და არა, მე უცებ წამივიდა შეგეშალა უცებ რატუღაც აიმაზე. ურთიერთობის კუთხით შეშტას და ზოგადად შეიძლება გარეწარი იყო კაცო ზოგადად ანუ ეგ შენი არჩევანია რა. კიდე ერთი არის შიშით აკონტროლებს და ემპათიით აკონტროლებს. ანუ კონტროლი ემპათიით აკონტროლებს კი არა ლიდერობს ემპათიით უბრალოდ. ანუ შიშით აკონტროლებს არის ეს კლასიკური ამას არიზამ დაგჟი, ამას იზამ არ დაგჟი. ხო. და საერთოდ ამ ემპათიის თემა ბრენესთან ძალიან მაგარია რა, აი ძალიან. ეხლა მახსენდა საშას ეპიზოდში, ხო იცი, რა ხუმრობაც მოყვა რა. ჩვენ არ გვჭირდება ეთქობა ემპათია, თორე გვეცოქებოდა ქართული სიტყვა. ანუ ბრენესთან ემპათია გაშლილია, აი რა ვიცი, რა მე ცალკე სამესირო ნაშრომია ემპათიაზე რა. ბევრი აქვს მაგაზე ნაშრომი ამ ხალხს და იქ არის ერთ-ერთი მაგარი ღირებული რაც არის, რომ სიტყვები ცოტა ჩაშლილი აქვს, სიტყვებზე აქვს ბევრი ნამუშევარი და სიღრმისეულად აქვს ჩაშლილი და გადმოცემული აქვს ქმედებებში როგორ გამოიყურება, რაც ბევრად უფრო რელევანტური არის, რაღაც რელევანტური არის, ბევრად უფრო გასაგებია, პრაქტიკულია რა, ანუ ქმედების დონეზე ვიგებ, რას გულისხმობ, როცა მეუნები და ამიტომ შემიძლია გავიხსენოთ ჩემი და მე რამდენად მე მანდ ესე ვაკეთებდი რა. აი ქმედებების მაგალითი რადგან მოიყვანე რა. რო კითხულობდი, გამახსენდა და მომეწონა ძალიან ეს ღირებულებებზე როცა არის. ძალიან მაგარი აქვს ბოლოში გამოწელი, ძალიან მაგარი ეგა. ძალიან მაგარი რაღაცა და რა გამახსენდა, იცი? ეს ღირებულებები, ნუ არ ვიცი, მე ძალიან ფასეულობები ალბათ თუ ღირებულებები, რომელი ფასეულის სიტყვა მაგარი. ორივეს ხმარობდით და ხმარობთ რა, ზოგჯერ ხანდახან მომწონს ფასეულობა, ხანდახან მომწონს ღირებულება, არც ვიცი რა ვთქვა რა. ხო და ეხა ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ მნიშვნელოვნებას ვანიჭებ მაგ კომპონენტს კორპორატიული არა მარტო კორპორატიული ზოგადად ცხოვრების პროცესში რა ღირებულებით ცხოვრებას და ძალიან მომეწონა ბრენე ბრაუნის მიდგომა, იმიტომ რომ მე მიმუშავია ბევრი სხვადასხვა მეთოდი კორპორატიული ღირებულების დადგენაზე. ძალიან მიყვარს, რა ვიცი, ყველას ვისაც აინტერესებს გულით ურჩევ, ჯიმ კოლინსის Good to Great-ის კარგიდან დიადამდე. თუ საუკეთესო, კარგიდან საუკეთესო. მე ვაწვევი რომ მან დიადი ჯობია თარგმანში რა. შეიძლება. ხო, უბრალოდ არსებული თარგმანი რაც არის. ვიცი ხო და მე ხადასთან მქონდა შეღება და საუკეთესო. არა, მეც ვიცი რომ ეგ თარგმანია და მაგიტომ მომივიდა ეგაზე რომ საუკეთესო
მაშინ the best რა არის, აი განცდა გამიჩნდა და მე great რა არის და დიადია რა ჩვენ ენაზე, ესე კაი პროფესორი გამოვიდი ქართული ენის, მაგრამ ჩემ აქმაში დიადი. კომენტარებში მოყვება ეხლა მოხდება მაგრამ დიადია. ჩემ თვალში დიადია მოკლედ. ხო და ამ კარგიდან დიადამდე დოლათი და სიმდედრის ამბავი არის რა. აბსოლუტურად. კი, ალბათ. ხო და კარგი და დიადამდე რომ გააგზელო მე. არა, ვამბობდი იმას რომ იქ არის ძალიან კარგი სისტემა, როგორ ვიმუშაოთ გუნდმა კორპორაციული ღირებულებების იდენტიფიცირებაზე და თქო დადგენაზე, შეთანხმებაზე. მაგრამ ბრენდესთან რაც არის ძალიან მაგარი. კარგი გააკეთეთ კი ბატონო, მაგრამ ამას ვინ გააკეთებს თუ არ განმარტეთ ქმედებებში როგორ გამოიხატება. და გამოდის უბრალოდ ლაპარაკ, აი რატო არის სადღეგრძელოებს, ხო ძალიან ხშირად ხსმენია, რომ სადღეგრძელოებია ეს ყველაფერი. ქმედებებში არ წასული. იმიტომ რომ არცოდეს ქმედებებში არ წასული და თუ არ თქვი რა ქმედებებია, როგორ წავა ესე რომ შეხედო რა. მან მთელი რა ქვია ქიშმიში კი არა მეორე რო ძაღლის თავი დამალული სად არის თუ რა ქვია ეშმაკისად იმალება მანდ რა. ეშმაკისად იმალება მანდ არის რომ მე და შენ ხა დავждებით და ერთი და იგივე ფასეულობაზე თავს დაუქნევთ, ჩავეხუტებით ერთმანეთს, დავლევთ სადღეგრძელოს და მე ჩამოწერე ხა ქმედებები რო გითხრა ჯერ თუ ჩამოვწერეთ ხო უკვე ქება გვეკუთვნის, იმიტომ რომ თურმე ნაფიქრი გვაქვს მაგაზე რომ ქმედებაში რო გამოიყურება და ეგ რო დაემთხეს ერთმანეთს ხო კიდე ცალკე თემა. ანუ საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ შენ რო იძახი რომ ჩემი ფასეულობა არის, მოდი ჩემსაც ვიტყვი თავისუფლება და სიტყვაზე ვიძახი ანგარიშვალდებულება. შენს იგივენერად გესმის ეგორი სიტყვა, როგორც მე, ან საერთოდ იმას არ ნიშნავს რომ მე ნაფიქრი მაქვს და ქმედებების დონეზე მაქვს ჩამოწერილი, რომ ეს სავარჯიშო რომელიც აქ წერია და კაი სავარჯიშო არის. ესე უნდა გააკეთო. ორი ფასეულობა არჩიო, გვეუბნება ბრენე, რაც არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ 4-ში, 5-ში და 6-ში შეიძლება დაიკარგო და ორი ძირითადი ფასეულობა არჩიო. მაგრამ კაია. მეც მეცოტავა, მაგრამ ორით დავიწყოთ, მოდი. ორი ფასეულობა არჩიე და ეგეთ სამ კითხვას გაეცი პასუხი. პირველი, სამი ქცევა, რომელიც თანხვედრაშია შენ ფასეულობასთან. სამი ქცევა, რომელიც არ არის თანხვედრაში შენ ფასეულობასთან და მაგალითი, როდესაც სრულად იყავი შენი ფასეულობა. თანხვედრაში შენ ფასეულობას. აი, სავარჯიშოს გაკეთება, მე ჯერ კიდე პირველად რო წავიკითხე, მაშინაც გამიჭირდა და ეხლა რო ვიმზადებოდი, მალე მაგაზე და სწრაფად მაგაზე პასუხები არ მოვიდა. მე ვერ მოვიფიქრე, სიმართლე რო გითხრა, ბევრი მაგალითი. ეგ იმას ნიშნავს, მე რომ მკითხო, რომ მე და შენ უფრო მეტად სადღეგრძელოებად გვაქვს ეს ფასეულობები აღებული, ვიდრე შეშსისხლხორცებული გვაქვს და გააზრებული გვაქვს და მოქმედების დონეზე დილემაში როცა ვიყავით, არა, აქ ესე უნდა ვიმოქმედო, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფასეულობა. ან მაგ დროს რეფლექსია რა გვაქვს გაკეთებული და არ გვაქვს ჩაწერილი, ან არა გვაქვს ეგ გააზრებული. ანუ რას ნიშნავს? მე ჩემთანაც დავუსვი კითხვა. რას ნიშნავს, რომ ლევან შენ აფასებ თავისუფლებას როგორც ფასეულობას? რა ქმედება არის? ან როგორც ლიდერის დროს რა როგორ გამოიყურება ეგ? როგორ არის, როგორ მოქმედებ მაგ დროს, როდესაც შენ თანხვედრაში ხარ მაგ ფასეულობასთან, თუ ღირებულებასთან, თავისუფლებასთან და ჭირს პასუხი, ბევრი რაღაცა მოდის, მაგრამ ესე, აბა სამი ქცევა და აბა როდის ვიყავი? აბა რა გავაკეთე მე როგორც ლიდერმა, რომელმაც გამიჭირდა, აბა რა გავაკეთე გამიჭირდა. მაგას ვიზარ ქცევა რა, აბა რა გავაკეთე, რომელმაც ეს გაამყარა და ნიშნავს რომ კი, მაგრამ თუ ეგ მაგაზე პასუხი არა გვაქვს. ხო არ ჯობია რომ სანამ ვიტყვით რომ ეგ ან მოდი რა, ჩამოვწეროთ, ვივარჯიშოთ, მაგიტომ შემეხო ეგა ინპუტი შემეხო რომ სხვა რამე ხო არ არის ფასეულობა და უბრალოდ ეს მომწონს ლამაზი სიტყვა მინდა რომ ეგ იყოს აი მაგაზე მოგიყვები ეგეთ ისტორიას რა ჩვენ ქმედებებში არჩავს უვართ უბრალოდ გამოცდილება რაც მაგ ქმედებებში კი ჩავედით მაგრამ ნუ მეორე ეტაპზე ჯერ კიდე როდესაც ფასეულობებზე მუშაობთ საერთოდ იდენტიფიცირებაზე რა მან ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ერთ-ერთ ფასეულობაზე იმდენი ვიმსჯელეთ, იმიტომ რომ იმდენად სხვადასხვანაირ ქმედებებს ვიტყვი მე ვაყენებდით ამ სიტყვის უკან, რომ ვერ შევთანხმდით. და მე კი მივხვდით, რომ ანუ ის კი არ იყო, რომ ვინმე მტყვანი იყო, მაგრამ ეგ კი არ იყო შემთხვევა. ყველა რასაც ამბობდა, იყო ყველა მართალი აბსოლუტურად რა. აი აბსოლუტურად მართალი იყო. უბრალოდ ყველა სხვადასხვანაირად აღვხვამდით რა და მან მივხვდით რომ ხო, ნუ ეს როგორ ჩანს არ არის
ჩვენი საერთო ფასეულობა რა, სხვა არის ჩვენი ფასეულობა საერთო. იმიტომ რომ სხვადასხვანაირად გვესმის რა. ხო და ეგ გამოცდილება მახსოვს რომ ძალიან ისეთი იყო. ერთი შეხედვით მეგონა რომ ამ სიტყვაზე როგორ ვერ უნდა შეთანხმდეთ. ოღონდ მე არ ვთვლი პირადად მე არ ვთვლი რომ ეგ ფასეულობად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რა მშობა რა სიტყვა იყო ხო? პროფესიონალიზმი. ხო, ხო. წარმოუდგენლად რთული გამოდგა. იმიტომ რომ პროფესიონალიზმი ყველას, ყველა ხმა მაღალია, ბევრს გვესმის სხვადასხვანაირად. მე არ ვამბობ რომ ვინმეს არასწორი ესმის. ანუ ყველა გაგება არის აბსოლუტურად ჩემთვის მისაღები რა. ვალიდურია რა თქმა უნდა, ხო. ხო, აი ხორორება ხე სიტყვა აბსოლუტურად ვალიდურია რა, ჩვენთვის ყველა გაგება. საშეიძახის მაგას შეიძლება გონია რომ სიტყვებს აქვს ერთი მნიშვნელობა და ყველა მეგერთი მნიშვნელობა ვიცი. ძალიან სწორს ამბობს მაგას საშას და ვეთანხმები 100%. ამიტომ საერთოდ ძალიან კარგია რომ ეხლა ზოგადად ნებისმიერი ორი ადამიანი, მათ შორის მე და შენ რა, სანამ რაღაცაზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ, კონტრაქტი იურიდიული რატო ეწყობა ეგრე ჯერ განმარტებებია. გავაკეთოთ განმარტებები და მერე ვილაპარაკოთ ბატონო რა, აბსოლუტურად სწორია ეგ რა და ყველგარი გაუგებრობის თავიდან დაცილების მიზნით მოდი ტერმინებზე შევდავდე. ზუსტად, ტერმინებზე უნდა შევდავდე. ხო და ეს კარგი სავარჯიშოა მოკლედ და კიდე გავაკეთებდი მე რა. და სმენელსაც ურჩევდი რომ გააკეთოს ფასეულობებზე. და ეხლა მე მინდა შევეხო დაუბრუნდე უпростоრად ისევ იმ აბჯარასხმო ლიდერის და გაბედული ლიდერის შედარებას და ერთი ძალიან კარგი ხუთამდე რო დაიყვანა ერთი კარგი რაღაცა გამოვიდა აქედან რომ აბჯარასხმული ლიდერისთვისო პრიორიტეტი არის ეგო და გაბედული ლიდერისთვის პრიორიტეტი არის საზრისი. და ეგ ისე მიხაროდა რომ ვკითხულობდი, იმიტომ რომ უცებ ხო ხდები ან უცებ ყველაფერი კარგად დალაგდა რა. ხო, ეგ არის. და ყველა მე როგორც ვხვდები, ყველა ესეთი აღიარებული ფაქტია. საზრისით მოქმედება სულ სხვა რაღაცაა რა. ხო და აღიარებული არის თუ სადღიძელოსავით არის ეგეს და უბრალოდ ვიძახით, მაგრამ ქმედებაში მე საბოლოო ჯამში ისე ego არის პრიორიტეტი, ეგ მაგაზე დამაფიქრა რა. ანუ იმიტომ კი არა რომ მე ეგრე არ ვთვლი, რომ ეგ ეგრეა. ეგ ეგრეა რაც ვთქვით და ამავდროულად ფასეულობასავით ხო არ არის თქო, უბრალოდ ჟღერს კარგად. ხშირ შემთხვევაში არის და ხშირ შემთხვევაში არ არის. აბსოლუტურად რიგ შემთხვევებში არ არის. მე სხვა შორის რადგან ღირებულებების თემაზე ვართ რა, ცოტა სხვანაირად სხვა კუთხით ვიტყვი რა. მათ შორის ჯიმ კოლინსი და მათ შორის ბრენე ბრაუნიც ეგეთ რამეს ამბობენ, რომ ღირებულებები უნდა იყოს ის, რაც რეალურად არის ორგანიზაციაზე ვილაპარაკოთ, ორგანიზაციაში და არა ის რისკენაც მიისწრაფი. სადღიძელოს ნაწილში ზუსტად მან ვიკვეთებით მაგათთან რა, რომ თითქოს სადღიძელო კი არ უნდა თქვა, რაც რეალობაა, მაგაზე იმუშავე. ხო და მე მან მაგ ცოტა ისეთი დამოკიდებულება რა. მე მინდა რომ მე ვიცი რისკენ მინდა მივისწრაფოდე, მე ვიცი პირობითად ვამბობ, მე ვიცის რა, მე ვიცი როგორი სამყაროსკენ მინდა მივისწრაფოდე და მე რა რომ ეხა ეს სამყარო ეგეთი არ არის რა, მე მინდა რომ მიზნად დავისახო აი ასეთი ტიპის სამყაროს აშენება, ასეთი ღირებულებებით სამყაროს შექმნა რა. ამიტომ მე არ მაქვს ეს დამოკიდებულება რომ აუცილებლად ამ შემთხვევაში აუცილებლად ფაქტობრივი მდგომარეობაზე უნდა ვიმუშაოთ რა. მე უფრო განცდა მაქვს რომ აი ჩვენ მაგალითად ვართ ხუთნი გუნდში რა. ჩვენ როგორ სამყაროში ვიქნებოდით ჩვენი თავების საუკეთესო ვერსიები. აი ესეში, აი ამ პრინციპებით მოქმედში მე გამეთახმება ფასეულობებში. მე ნახე მანდრა ხაფანგს ხედავ. ეგ მე მეთახმება ხედვაში. ჩვენ ეგეთი სამყარო გვინდა რომ ავაშენოთ, მისია ხედვა საზრისში და ფასეულობებში მე მიმაშინე ჩვენ როგორ მოქმედებთ. და ხაფანგი იმისა რომ მე ფასეულობად ვთქვა რომ ჩვენ ორგანიზაციაში ვაფასებთ ანგარიშვალდებულებას პირობითად ვიძახი. და ამავდროულად ჩვენი ქმედება ანგარიშვალდებულებით არ იყოს ეგეთი, ეს ისეთ იმედგაცრუებას გამოიწვევს, რომ ნდობას დაკარგავს მთელი ეგ პროცესი. ამიტომ მე მირჩევნია რომ ჩვენ ვთქვათ რომ ჩვენ ორგანიზაციაში ეხა ფასეულობად არის არ ვიცი, შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ თუ გადაბრალებაა კულტურაში, გადაბრალების აღიარებით ჯობია დავიწყო და მე ვთქვა რომ ეხა ჩვენ ლიდერშიპი წავალთ და ვიმუშავებთ იმაზე რომ გადაბრალებას თავი დავანებოთ
და რომ მოვდავანებებთ თავს რაღაც ისე ვიზახი შეიძლება უტოპიურად, მაგრამ ანუ იმის არ თქმა რომ დღეს ჩვენ აი ესეთ კულტურაში ვართ და ეს არის რეალური ფასეულობა, რომელიც მოქმედებით მოისახება. ეს თუ არ მოხდა, შეუძლებლად მიმაჩნია, რომ იმან ნდობა მოიპოვოს, რაც შენ იძახი. ანუ შენ თუ თქვი, რომ ჩვენ მივისწრაფით კულტურისკენ, რომელშიც ერთმანეთს უსმენენ, უბრალოდ ჯერ არ უსმენთ, მაგრამ მოდი მე კედელზე მოსმენას მივაწერ. ვიცი რა არის, მე ესე ვიტყოდი რა, მოდი მოსმენა თუ მინდა, მაშინ მოდი ჩამოვწერო მოსმენა, მე ჩამოვწერო სამი ქცევა, რომელიც ამას ამყარებს და მე ავიღო და ეს სამი ქცევა ბიზნეს პროცესში შევიტანო. მივხვდი რა ვთქვი? მივხვდი და კი ბატონო. და უკვე გახდა არსებული მაშინ. ანუ ჩვენ თუ ეს ქცევა პროცესში შევიტანეთ, ანუ ჩვენ თუ ამას მოქმედებაში ვთარგმნით, უკვე გახდა ის ფასეულობა. ფასეულობა არ არის დაწერილი სიტყვა. ფასეულობა არის მე და შე როგორ მოქმედებთ რა. მე შეიძლება არ მომწონს ახლა ამას რო ვაკეთებ. მაგალითისთვის გეტყვი რა, მე მოსმენა არ მომწონს. მაგრამ კულტურაში მოსმენა შემოვიტანეთ. და შეიძლება მე შეიძლება მოსმენა არ მომწონს, მაგრამ საპროცესუალურად ჩვენ შეხვედრებზე შევთანხმდით ეგეთ რაღაცაზე. რომ რაღაც მედიატორი ყავს და რა ქვია, რაღაც ყველა ჩუმად არის ერთ ლაპარაკობს და მე ვიმეორებ იმას თუ შე რას თქვი. აი ეგეთი ისე შეიძლება მე ეს ყველა ჯერზე მეზარება პირობითად ვიძახი, მაგრამ აპრიორი ფასეულობას ვასხივებ თუ რა თქვია მაგას. ეხლა შენ რა მაგალითების მოიყვანე, სრულიად ჩემთვის ამყარებს იმას, რასაც მე ვამბობ. ანუ შეიძლება გუშინ მე და შენ მოსმენას არ ეგიგულის ხა მე ხო არისო, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ იცი რა მოსმენა უნდა იყოს ჩვენი, მოსმენისკენ მივისწრაფით და კი ბატონო, პროცესი გავმართოთ ისე, რომ მოსმენა იყოს ჩვენი თამდევი რამ. მაგის თქმა მინდა რა, იმიტომ რომ შეიძლება მოცემულობა იყოს ისეთი, სადაც რომლის შეცვლაც გინდა ხო? უკეთესი გინდა. ამიტომ მე კი არ ვამბობ, რომ არ ვაღიაროთ. ვაღიაროთ რა არ გვაქვს. მაგრამ ივისტრაფოდეთ კარგისკენ. მე მაგის თქმა მინდა რა. მე თან მგონია რომ მან კიდე ყველაზე მთავარი და რაშიც ალბათ მგონია რომ ყველაზე მეტად რაც აფუჭებს მაგ პროცესს რო ააშენო ეგრეთ წოდებული value driven, ანუ ფასეულობით ნამართი თუ ფასეულობაზე ფასეულობებზე დამყარებული ორგანიზაცია არის, რომ შენ არ დაამთხვიო შენი ბიზნეს პროცესები შენ ფასეულობებს რა. ანუ შენ თუ პროცესუალურად პოლიტიკით, ორგანიზაციის პოლიტიკაში არ გაქვს შესისხორცებული ეს ფასეულობები, არ გამოვა ეგ საქმე რა და მაგაზე მეთარგმნოთ ორგანიზაციის პროცესებში ეგ რო შეასისხორცო, კიდე მან ლიდერების ძალიან დიდი როლი არის რა. მან არის ლიდერების თავი როლი. ხო და რაღაც ზემოდან ქვემოთ იწყება ეს ფასეულობების ჩამოტანა, ვიდრე ქვემოდან ზემოთ ატანა. ხო, ეგ იცი რა, კი ბატონო, აგერ შენ თქვი ბოლოს ის რასაც ვამბობ რა. თუ ჩვენ მივუყურებთ მარტო იმას, რა ფასეულობები არის დღეს de facto ჩვენს გუნდში, ეგ არის ქვემოდან ზემოთ. არა, ზემოდან ქვემოთ არის. შე ფასეულობები de facto გუნდში გაქვს ისეთი როგორი ფასეულობები აქვს შე ლიდერს. ეგ არის მე მგონია რომ ეგ გარდაუვალია და გეტყვი რატომ. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები როგორც მიიღება, ეგ ნიშნავს გადაწყვეტილებები როგორც მიიღება, ეგ განაპირობებს როგორი კულტურა არის რა. და გადაწყვეტილებები კიდე მიიღება ლიდერების მიერ და ლიდერები კიდე გადაწყვეტილებებს იღებენ რეალური ფასეულობებზე დაყრდნობით. შეიძლება ისინი იძახდნენ რომ მე ვიცი რა ვარ, აქვია არ ვიცი რაღაცა. ის მიყვარს ანგარიშ ვალდებულება, მაგრამ სულ გადაბრალებით არიან დაკავებულები. და თუ სულ გადაბრალებით არიან დაკავებულები, ის ქმნის გადაბრალების ფასეულობას კულტურაში. და მე სხვაც იმეორებს მაგ გადაბრალებას. და ვერანაირად ვერ იქმნება ქვემოდან ზემოთ, მე მგონია ფასეულობები, არამედ ჩამოდის ზემოდან ქვემოთ. მაგას იქ არ გედავებ, მე სხვა რამის თქმა მინდოდა, რომ ფასეულობები de facto ამით ყველა ვარიანტი ქვემოდან ზემოთ არის. შესაბამისად, შეცვლაც ქვემოდან ზემოთ უნდა რა. ქვემოდან ზემოთ როგორ გამოდის? ქვემოდან კი არა, ზემოდან ქვემოთ. ზემოდან ქვემოთ. არა, ზემოდან ქვემოთ. ბოდიში ამ შემთხვევაში სიტყვები ვერ შევუზავ მაგას რა. კი, ანუ შესაბამისად, შეცვლაც ეგრე უნდა ზემოდან იცვლები. ზემოდან უნდა შეიცვალოს რა. მაგიტო მან დეგ მაქვს რა. ანუ რას გულისხმობდი, იცი რომ საითკენ მივისწრაფით დაწერაზე რას მივუწევდი, რომ როგორც მინიმუმ ტოპ ლეველში, ანუ ზედა ლეველში, აი სუსუთავში თუ ქმედების დონეზე არ წავიდა
იმ ფასეულობის გამტკიცება, რომელ ფასეულობაზე ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ორგანიზაციაში არის, ეგ პროცესი ძალიან მალევე მოიტანს უნდობლობას და საერთოდ ვერ გაიტან რა. ეგ ვიგულისხმე რა. შენ თუ CEO ყავს, რომელსაც არასდროს ანგარიშვალდებული არ არის თავის ქმედებაზე და იძახის რომ ანგარიშვალდებულებაა ჩვენი, ან მივისწრაფი ჩვენ ანგარიშვალდებულებს და მოდი კარგად ვამბობ. არა, ეგ აბსოლუტური სისულელე, ეგ utopia, ეგ სიგიჟია და მაგიტომაც სადგრძელოებად აღიქვამს. მაგას ვეძახი მე არს. არა, მან საერთოდ საპირისპირო აზრის ნასახი არ მაქვს. ანუ მაგას ვეძახი არსებულს რა. ანუ შენ რომ მითხარ რომ არსებული კი არ უნდა იყო, არამედ რა ისე მიისწრაფი, მე მანდ გამიჩნდა ეს ის რომ კი, მაგრამ შენ კი მიისწრაფი, მაგრამ თუ ეგრე არ მოქმედებ. მაგას მიჩნევი არს ვავი. არა, კი, ანუ ცოტა ორი სხვა და არ არის ჩემი ეს ტექსტაკამოთ საკითხი, მაგრამ ცოტა ორი სხვადასხვა მიდან პარადიგმიდან ვამბობთ რა. შენ ქმედებებში თუ არ არის, მანდ ლაპარაკი არ არის რა. მაგრამ თუ ქმედებებში არის არსებულია. თუ ქმედებებში ხვალიდან ჩემ ქმედებებში თუ არის ის რისკენაც მივისწრაფი. მაგის თქმა მინდა რა. ხვალიდან, ხო, არის. ხო, ხტები რა შემო. ანუ არა, ნუ მოდი ვთქვათ რა, დღეს მიხვედი სადღაც. მოკლედ ესე ვიტყოდი რა. ან ჯერ წავა და CEO გაიulis თავის თვითგანვითარების რაღაცა ეტაპს და ის გამოიმუშავებს ქცევის ზონაზე X ფასეულობას და მერე დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ მოდი ხეს მერე უკვე არსებული რო იქნება მისი. მერე დაიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ მოდი ხეს ორგანიზაციულ ფასეულობას ვაქციოთ, ვიდრე მოვა და მეტყვის რომ იცი რა კარგად ჟღერს ეს სიტყვა და მოდი ხვალიდან ერთად დავიწყოთ ამ ყველაფერზე ლაპარაკი. ანუ ეგ გონია რომ კარჩო მაგაზე დავის თემა საერთოდ არ არის რა, ცალსახად ეგრეა. ულაპარაკობთ ეგრეა და ფასეულობებზე რო ლაპარაკობდით და აღქმებზე უпроსორად რო ლაპარაკობდით, რო კითხულობდი, უცებ იმ ჩვენ ერთ-ერთ ეპიზოდი გამახსენეთ და სადაც აღქმებზე ბევრი დრო დავხარჯეთ რა. ამ ბრენეს აქვს საინტერესო კონცეფცია შემოტანილი. ეხა ამას ქართულად როგორ თარგმნი არის? ისტორია, რომელსაც მე უყვები ჩემ თავს. ხო, ოღონდ უფრო საყვარელი სიტყვა აქვს ნახმარი. ისტორია I'm telling myself არა? კი, მაგრამ მაგას ქვია shitty first draft. ეგ არის სუდი პირველი დრაფტი ქვია, ხო არ ვიცი. დრაფტია, ხო, მაგრამ აღქმის პირველი დრაფტი ესეა. როგორ აღიქვა მომენტალურად რა და ის აპრიორი დათქმა რომ ის არ ვარგა. ის არ გადამოწმებული რეალობასთან რა და მაშინაც საუბრობდით რა, ანუ როგორი ცუდი დრაფტითაც მოქმედებ, შემდეგ იმ შედეგებს იღებ ესე შეხედე რა და ამიტომ იმ პირველ აღქმას ჭირდება გადამოწმება რა და ეგ მომეწონა ძალიან ეს სახელის მომეწონა ძალიან რაღაცნაირი ბრენე ბრაუნისებრი გულწრფელი სახელია რა არ ვარგა უარგისი პირველი დრაფტია რა პირდაპირ გეუბნება რომ არენდო მაგ დრაფტს რა მაგაზე ყველა თითქმის ყველა კრეატიულ ინდუსტრიაში პროფესიონალი იძახის რომ შენ თუ ელოდე სანამ კარგად ჩამოაყალიბებ რაღაცას ან მოკლედ ყველა გაგიზგეუნება რომ ცუდი დრაფტით დაიწყე რა მე ის მომწონს ძალიან create ესე შექმენი როგორც ბავშვმა და დაარედაქტირე როგორც დასრულმა თუ პროფესიონალმა თუ რაღაც ეგეთი ანუ შექმნის დროს მოკლედ იყავი ბავშვი რა ყველაფერი მოსულას და ეგ მოწყვლადობაში და ამ რამბლინგს ხმარობს სიტყვაში ანუ ამ რთული საუბრების წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ მზად იყო და თანახმა იყო და რაღაცნაირად ჰარმონიაში იყო იმასთან რომ შენ აღქმები გაქვს და ეგ არაფერ შუაში არ არის რეალობასთან ან შეიძლება არ არის კავშირში არ არის სხვადასხვა სიტყვა ასე თქვა მეორე ის რომ შენი აღქმა აპრიორი ვერ არის მთლად კარგი დრაფტის პირველი და მე ეს სიტყვა მომწონს ანუ ისტორია რომელსაც მე ჩემ თავს უყვები რა ანუ ამ აღქმით შენ რეალურად შენ თავს უყვები რომ ესე მოხდა რაღაცა ესეთი ისტორიაა და ამ ტერმინით რომ შენ მე ლაპარაკები და მიზიარებ იმას რომ ისტორია რომელსაც მე ჩემ თავს უყვები არის ის რომ შენ მე არ მომისმინე და ამაბრალე და არასწორად მომეკეცი შენს იგეთი აბჯრით არ პასუხობ იმიტომ რომ აპრიორი იწყებ ლაპარაკს იმიტომ რომ ისტორია რომელსაც მე ჩემ თავს უყვები და არა ფაქტი რომელიც მოხდა რა და მაგიტომ მომწონს ეგ ძალიან კარგი რაღაცაა და მაგიტომ წამოვწიე ხა რომ მეც მაგრად შემეხო და მაგრად მომეწონა საერთოდ მაშინაც საუბრობთ ეხა იგივეს ვიტყვი რა ძალიან ადვილებს ეგ ცხოვრებას რა უბრალოდ
გააზიარო ის ისტორია, რომელიც შენ თავს მოუყევი. სანამ გააზიარებ, კარგად გაანალიზო, ანუ უბრალოდ ფაქტებს დაადარო რა, მინიმუმი რაც შეგიძლია გააკეთო, ფაქტებს დაადარო. აი, ერთ-ერთი საკითხი, რაც მე არ ვიცი როგორ უნდა მოუარო მაგ საკითხს ადამიანმა, მაგრამ ძალიან ისეთი კარგი საკითხია რა. ასეთი ტონით საუბრობ, ისეთი ტონით მითხრა, ასეთი ტონით თქვა, ასე შემომხედა, ისე შემხედა, რა შემომხედა, მეორეს რო დაფიქრდე, აი რა ვიცი მე როგორ შემომხედა რა. აი რა ვიცი მე რას ფიქრობ და იმ მომენტში როდესაც მიყურებდა. ხა ისევ ამბობ მეც არაერთხელ და შეიძლება თქვა ძალიან ხშირად. ერთ-ერთი ეს არის საყვარელი საქმეა ხო, შეეცადო გამოიცნო სხვას რა უნდა და აჰა, ესე შემოხედა, ისე შემოხედა. სინამდვილეში შენ ფეხები რა შემოხედა, ვაფშე შეიძლება ფიქრობ და რა ვიცი, თევზაობაზე ადამიანი რა. მაგ გეთი რაღაცა რა, შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ გააზრებული ქონდეს რომ ტონი და რა იგულისხმა არის თავიდან ბოლომდე შენი მოყოლილი ამბავი და ამავე დროს ეს უკვე მე ალბათ იფიქრე სწრაფად ვიფიქრე ნელა თუ ზერო მივალთ მანდ შევეხებით მაგას რომ რამოდენიმეჯერ რომ მაგაში მართალი აღმოჩნდები, მე გაქვს ეს კონფირმაციის სისტემა, ან მე გაქვს ის რომ გონი პირველ სისტემას. ხო, მე გონია რომ ამაში შენ დაოსტატებული ხარ რა. ანუ რა მინდოდა რომ ამის მეთქვა რომ არ ნიშნავს რომ ჩვენ ვერას, ანუ არ ნიშნავს იმას რომ ადამიანები რაღაცა ტონით არ ვიძახით რაღაცეებს რა. ასაღად ნიშნავს. არც იმას არ ნიშნავს რომ ადამიანები არ ვგულისხმობ სხვა რამეს და არ ვიძახით სხვა რამეს და ამის პროექციას ვაკეთებთ. ანუ რას გულისხმობ? ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი რადარი კრიტიკის, ჯაჯმენტის ეგრეთ წოდებული, ანუ კრიტიკის რა. და მაგას გძნობთ. მე შენ უკუკავშირს თუ დაგიბრუნებ კრიტიკიდან, შენ იგძნობ მაგას და ჩემს სიტყვებს მნიშვნელობა არ ექნება, სულ რომ ძალიან შევალამაზო, იმიტომ რომ შენამდე მაინც კრიტიკა მოვა. და ალბათ უფრო მაგაზი არის ხოლმე დაბრუნება, იმიტომ როგორც წინას ეს წყვილებში ხვდები მაგას ბაცორის კორპორაციულ გარემოში შეიძლება ყოფილა რომ ტონი იყო ისეთი და ხო, ეგ ტონი არის ხოლმე უფრო აი ეს რა რომ აი რა გითხრა. აი მე მაქვს ხოლმე ეგეთი თემა რა. მაგალითად აი დღეს მქონდა მომენტი რომ აუდიო ჩანაწეს ვაკეთებდი რატონით. იცი რომ აი რაზე მელაპარაკები ეხა ხო ხვდები? ანუ აი მაგრამ მაგას არ ვიძახი რომ სიგიჟეს მეუნები ან არათანმიმდევრულ რამეს იძახი. მაგრამ ტონში ეგ იყო რომ აი ხლა მე ამას რო გცენ თუ მაგას გზობდი, ესე იგი ეგ იყო ნამდვილად. და ყოველთვის გვაქვს ტონი. ანუ ძალიან დაცლილი უნდა ვიყო მე შინაარსისგან და ძალიან გასხიოსნებული და დაოსტატებული უნდა ვიყო საუბარში, რომ მე აბსოლუტური სიცარიელიდან შენ რაღაცა გითხრა. მე ჩემი ელფერი, მაგ ჩემი სიტყვებისთვის უკვე მიწეპებული მაქვს. თუ მაგიტო ლაპარაკობთ, რომ ემპათიით დაბრუნებული უკუკავშირი სხვანაირად ისმინება და კრიტიკით დაბრუნებული უკავშირი სხვანაირად ისმინება, ტონი ეგ არის თქო, მაგას ვიძახი. ანუ სიტყვებს შენ კი აარჩევ, მაგრამ თუ შენ შენი თავი არ დაცალე ჯაჯმენტისგან და ანუ კრიტიკისგან და ეს ლამაზი სიტყვები უთხარი, ხო, და ამავე დროს მეორე ადამიანს არატო ვიძახი, იცი რომ სად რა მინდა რომ ცნობიერი გავხადო ჩემი თავის და მსმენელის და შენს რომ ორი მხარე არის მაგ მედლის. ანუ ერთ მხარესთან მუშაობს პირველი სისტემა და ის აბამს თავის წარსულ გამოსილებას, მეორე მხარემ უნდა დაცალოს თავის საუბარი მაქსიმალურად ტონისგან, იმიტომ რომ იმის პირველი სისტემა, ასე რომ ვთქვათ, მაინც ავტომატური სისტემა, მაინც მიაბამს თავის განმარტებას. ორი ადამიანი ორივეს პასუხისგებლობა რომ ეგ საუბარი მაგას ერთმა დაცალოს, ხო. შენ ერთის მხრივ პასუხისგებლობა რომ ემპათიით მომცე უკავშირი, მაგრამ მე პასუხისგებელი იმაზე რომ მოვისმინო ეგ ყველანაირი იმების თავის გაფორმებების და ნავაროტების გარეშე, ასე ვთქვათ რა. ეგ კი, ცალსა ხადასვაში ძალიან კაი გახსენდა ეხა ეს შენ რა ქვია მას. იფიქრენელა რა ძალიან კაი გაგახსენდა. რატო ვიზახი, იცი რომ ხშირად გამომიყენებია და ჩემს წაწინააღმდეგოდ გამოუყენებიათ. მაგრამ მე ჩემსაზე ვიტყვი გამომიყენებია ეგ რომ იცი რა მე რა ტონით გითხარი, მე ეს გითხარი და ხშირად მოისმინე ეგ შენი ის არის და ჯოკერებით გაქვს რა, ჩვენ თავებს ისტორიებს უყვებით და ბიჭრა კი და ამავე დროს იცი რა შენი ტონი მართლა ეგ იყო. ანუ არასწორი არ ანუ იმ ადამიანმა რომ დამიბრუნა უკავშირო შენ ხე რა ტონითაც მითხარი, მაგ ტონზე გაგეცი მე შე რეაქცია. ხო
იყო ექტორი. და ამავდროულად არ მithქვავს ის რასაც მიპასუხე ხა შენ მე ტონში მქონდა მარტო ეგ მიხვდი რას ვიძახი? ანუ მე არ მithქვავს რაზეც შენ მიპასუხე და შენ რომ მარტო ჩემი სიტყვებისთვის მოგესმინა ეგ რეაქცია შეუძლებელია რო გქონოდა მაგრამ ჩემ ტონში ეგ იყო. ამიტომ манипуляციურად გამოდის ეგ რომ შენ ჩემ ტონს თავი გაანებე და სიტყვებს მიაკეცი არა ეგრე სად არის ორივე მხარე აქვს მაგ მედალს კი შენ შეეცადე რომ ტონისგან თავი დაცალო იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ ეგ ისტორია არ მოაყოლო იმიტომ რომ მაგაში 100%-იანები არ ვართ ანუ ტონის ამოცნობა ეგრე კარგად არ ვიცით საერთოდ არ ვიცით მე თუ მკითხავ ვიცით ეგრე კარგად არ ვიცით ტონის ამოცნობა თქვა რაღაცებს ვცნობთ ვარტყავთ რა 10-დან 1 ტონს ვარტყავთ და კი მაგაში თუ დაუსტატები ხალხს აქვს ეგ უნარები რომ შიშის იგზნოს ლაპარაკში სიფთხილეც კრიტიკაც არის რა მაგაშიც რა ვიცი მე მსმენია ყოველ შემთხვევაში მე ეგეთები და ამავე დროს მე როგორც მოსაუბრე და სიტყვების გამშვები მე ცნობიერი უნდა ვიყო რომ ეხლა მე ამას რა ტონით ვიძახი იმიტომ რომ კიდევ ხო ვიძახი სიტყვები ერთია კაცო სიტყვები შეიძლება დავალაგო რა მოვიმზადო ტექსტი დავწერო და კონტექსტში და სახის გამომეტყველებაში და ტონში ჩხუბი კი არა რავი პასიურ აგრესიულობის პიკი აუწიო რა და მეორე ადამიანის რეაქცია იქნება მაგას პირველ ადამიანს რომ მე დაუბრუნო იცი რომ შენ ჩემს ტონს თავი გაანებე და ჩემს სიტყვებს მიხედე манипуляციურია რა არა ვერ შეგედავები კი არის გასაგებია ხო ამ შემთხვევაში უბრალოდ რადგან საუბრობდით აქმის პირველ უარგის დრაფტზე მე მაქედან წავედი. პირველი დრაფტი ყველაფერში უარგისია. და ამავდროულად ხო მაგითო დავამატე რა, ანუ ბევრად უფრო მეტად ბევრად უფრო ხშირად არის უარგისი პირველი დრაფტი და ამავდროულად მაგის წყარო რო ადამიანებს გვაქვს ეგ არის ის რომ ხშირად გაგვირტყავს და მე უბრალოდ გონია რომ მაგაში მაგრები ვალთ რა. ხო, მაგაში მოყვები, მაგიტო ვირო კარგია რომ გაგახსენდა ეგ. ო, ჩემი თავი გამახსენდა რა გამიკეთებია ეგ ბევრჯერ რა. გამილაგებია სიტყვები, მაგრამ კრიტიკა მიმიყოლები. გამოსილება ხო მაგას ქვია საბოლოო ჯამში, უბრალოდ ეს გამოსილება მუშაობს დროის რაღაცა პროცენტი, არა 100 რა, შეიძლება 70-80, მაგრამ არა ყოველთვის. აი ეგ გააზრება, ეგ ტრანსფორმაციული გააზრება, რომ ჩვენ ახმებზე ოპერირებთ და არა რეალობიდან, შეიძლება შენ გამოიყენო როგორც ჯამური ადამიანური ურთიერთობის სიკეთისკენ წაყვანაში, ისე манипуляციაში. ხო, არა, კი, შეიძლება, კი, ბატონო. ანუ მესმის რას ამბობ, რა, ხო, შესაძლებელია. თუმცა არა, ამასთანავე ისიც არის, რომ ეს აქმა ორივე მხრიდან არის რა. ანუ მეორე მხარის აქმასაც აქვს თავისი ძალიან დიდი როლი მაგის მომი და მეტი არაფერი რა. სხვა არაფერი ამ შემთხვევაში არ მინდა. რა მინდოდა იცი მე თქვა რაზე მქონდა ასე ვთქვათ გაზიარების სურვილი რაზე მქონდა რა. გვისაუბრი ამ თემაზე მე მგონი დასაწყის ეპიზოდებში აი ამ თლიანობაზე, ეგრეთ წოდებულ ინტეგრიტიზე, როგორც ასეზე რა ეს ძალიან ხო და რის მომდევნო სულ მე ყოველ შემთხვევაში სულ მაქვს ეს უკმაყოფილების შეგრძნება, იმიტომ რომ ცლად კარგი დეფინიცია ინტეგრიტის თითქოს არ მაქვს რა. ან ყოველ შემთხვევაში მომენტალურად არ მომდის თავში ქართული თლიანობის განმარტება, როგორც ესეთი ამ ჭრილში გულისხმობ რა, იმ კონტექსტში, რა კონტექსტში გამოიყენება ამ საუბრისთვის ეს სიტყვა და მე ძალიან რომელი საუბრისთვის? თუნდაც აი ხა ასეთი ტიპის საუბრისთვის, თუნდაც ბრენე ბრაუნის წიგნისთვის, უმრავლეს შემთხვევაში როცა გამოიყენება ინტეგრიტი რა, თლიანობა, ხო და რატო ყვები ხა ამას, რომ ძალიან მინდოდა მეთქო, რომ ძალიან მომეწონა, როგორ აქვს ბრენეს ჩამოყალიბებული, როგორ აქვს და თლიანობა არისო, როდესაც გამბედაობას არჩევ კომფორტს. ამბობინებ კომფორტს რა. ხო და ძალიან მომეწონა რა, ანუ გამბედაობა ამ შემთხვევაში, რაც ვილაპარაკეთ პირველ რიგში, თუ ამჯობინებ ღირებულებებით ქმედებას, კომფორტს
რთული საუბრის თავის არიდების კომფორტს, შიშისგან დაცვის კომფორტს, ანუ მოწყვლადობას თუ არიდებ თავს, არ არიდებ უბრალოდ თავს და საუბრობ და მოქმედებ შენი ღირებულებებიდან, ეგ არის თლიანობა და ძალიან მომეწონა ეგ განმარტება. ხა მე აქამდე რა განმარტებაც მქონდა ტვინში რა, იყო, როდესაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ ერთი და იგივეს. და იგივე არის, ეხლა ეგ მე რომ მკითხო, ნახე, როდესაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ ერთი და იგივეს, შინაარსობრივად არ შესულა განმარტება. ცალსახ. ხო. მე ძალიან მომეწონა ფორმულირება მაგის კვლავ. ხო. შინაარსი ეგ არის უდაოდ. ორი ერთი იგივე და კი, რა გამოიხატება. კი, და უბრალოდ ეს ძალიან მომეწონა ეს კი, ნუ როდესაც ფიქრობ, საუბრობ და რა თქმა როგორ იყო, ფიქრობ იძახი და მოქმედებ ერთნაირად, მაგას ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდება რა. აბსოლუტურად, ხო? იგივეა, ხო? ანუ ფიქრობ თუ ფიქრობ და ამბობ, ესე იგი ავთენტური ხარ, რასაც ფიქრობ, იმას ამბობ და თუ ასრულებ კიდე შენ ნათქვამს, შესაბამისად უკვე მოქმედებაში გადაგაგდა, კი. და თუ ფიქრობ, როგორ წესი ფიქრობ, შენი ბუნებრივი ღირებულებები. ფასეულობები. ხო, შენ რაც არ უნდა სადგრძელო თქვა, შენში რაც დევს, სავარაუდოდ იმითი ფიქრობ. ალბათ პირველი აზრი ალბათ მაკედან მოგდის. შეიძლება მე გააშალაშინო, მაგრამ ნუ პირველი აზრი ეგ მოგდის. ბევრი დებილური აზრი მომდის ხოლმე რომელსაც ეგრე. არა, ეგ ისაა, რასაც ვერ აკონტროლებ. მაგაზე არ მაქვს ლაპარაკი. მე ცნობიერ ფიქრზე ამბობ. მე მეორე სისტემის ფიქრზე ლაპარაკობ, პირველი სისტემაზე არ ლაპარაკობ. გავი. მოგიდეს მე ასევე ძალიან მომწონს ის ყოველთვის ყველა მომენტში მომწონს, რომ წაქცევა არის გარდაუვალი რა. ანუ ის რომ შენ წაიქცევი, შეცდომას დაუშვებ, დამარცხდები, არ გამოგივა. იქ არის გარდაუვალი. და მაგის მიუხედავად გაგრძელება, ფეხზე ადგომა და თავიდან გამეორება, იქ არის ასევე მგონია ლიდერის გამოყოფელი ნაწილი და საერთოდ მგონია რომ ისევ იმას დაუბრუნდები რა, ანუ ამ გმირის მოგზაურობას არანაირად მაინსპირირებელი არ არის სულ მთისმწვერვალში ყოფნა რა. არავინ არ ყვება მაგ ისტორიებს. დაიბადა მთისმწვერვალზე და სულ მუდამ მთისმწვერვალზე იყო, ანუ მაგ ისტორიას არავინ არ ყვება რა. და არ ყვება და საერთოდ იცი დაიბადა მთისმწვერვალზე, სულ მთისმწვერვალზე იყო? შეიძლება, მე არ გამოურიცხავ, რომ იმდენად არაფერი არ ცადა ადამიანმა ცხოვრებაში, რომ და რაღაცა არ ვიცი, მთისმწვერვალს ასე ვეძახით, ანუ ხო ცოტა ცუდე მთისმწვერვალი ალბათ. ხო, ვაჭი ხა. ხო, მოკლედ მთისმწვერვალს ასე ვეძახით და შევჯერდე, ჯერ მე რაც ვიგულისხმე მან და აი მაგალითისთვის. ხო, არ მინახავს. არ ვიცი, არ ამგონია რომ იყოს. ფიზიკურად ალბათ არ არსებობს. ცხოვრება რა, როგორც არა გაქვს შენ არჩევანი იქნები თუ არა დაუცველი, ეგრე არის იგეც. რა, წაიქცევი, გარდაუვალია წაიქცევი. კი, მე ესე აუგებ რომ ის ისტორიები, ოღონდ ავლაპარაკო კონკრეტულად რაღაც კორპორატიულ ისტორიებს, ზოგადად ნებისმიერ ისტორია, რაც დანარჩენმა კაცობრიობმა რაღაცა ნაწილმა მაინც იცის ზუსტად აღმასვლის ისტორიები, ანუ ფეხზე ადგომის ისტორია, აქცევის და ადგომის ისტორიები და რაც არ იცის იქ არაფერი არ ხდება იმ ისტორიებში რა, არაფერი არ ხდება ისეთი, რომ იცოდეს სხვა რა, არც სუმაღლა ყოფნის, არც უდაბლა ყოფნის ისტორიებში. ფეხზე ადგომის ისტორია არის ალბათ ეგ რა, ყველაზე შთამაგონებელი ისტორიები არის ფეხზე ადგომის და რაღაცნაირად ფერფლიდან ამოსვლის და აუ. ხო, ძალიან ისეთ მარტივ სისტემაზე ლაპარაკობს პრინციპში, როდესაც მაგ თემაზე საუბრობს ბრენე ბრაუნი რა, საუბრობს რომ როგორ ხდება წამოდგომაზე, როცა მიდის ლაპარაკი რა, იაზრებ რა მოხდა, ოღონდ იაზრებ გულწრფელად რა, ყველანაირი შელამაზების გარეშე იაზრებ რა ხდება, დავის ყველანაირი იმითი მოწყვლადობით და ასე შემდეგ, შემდეგ ამ შენ აღქმას რაც მოხდა, ამოწმებ, მართლა ეგ მოხდა თუ ეს ჩემი აღქმაა, და ისე მარტივად და შემდეგ იწყებ, ანუ ახალ ისტორიის წერას რა. ხო, არა, აი ხა ესე ვხედავ მე ასე. ანუ აღქმის შესვლაზეა ისევ რა საუბარი. და ძალიან კარგია და კარგად არის ნასაუბრები მაგ თემაზე. მე ბოლოდ რა მინდოდა იცი მე თქვა, ეგ ის არის ჩემთან საუბრის შენი და ზოგადად სხვებისაც შენთან საუბრის ერთ-ერთი თემაა რა. სიცხადე რომ უფრო მაგარია ვიდრე
being nice ქართულად როგორ თქვა ამ შემთხვევაში ამ წინადებაში სიცხადე ჯობნის კარგ ბიჭობას ხო სიცხადე ჯობნის კარგ ბიჭობას ალბათ კარგ ბიჭობას მაკუთხით გადავთანმეთი რა კაი ბიჭობა ცოტა ისე გამოვიდა ცოტა ჩავიკუზე ბაზარი გამოვიდა რა ხო და არა ეგ არ მიგული თუ კაი ბიჭო ხო ეგ არ მიგული ანუ ნაისობას არ მოდი ესე გავაკეთოთ სიცხადე ჯობია სულს არ აწყენინო ხო აი კარგია აი სიცხადე ჯობია სულს არ აწყენინო და ეგ ისე რაღაც კუთხით მტკივნეულად ჩემეხო რა არ ვეწინააღმდეგები და ვერ შევეწინააღმდეგები იმიტომ რომ ნუ აქმული მაკრო სიცხადე ძალიან დიდი სიკეთეა სხვა შორის როგორც თვითონ აფორმულირებს თუმცა რაღაცნაირად ერთი შეხედვით აი რომ მგონია რომ მან რაღაც უფრო შუალედი არსებობს სადაც არ წკეინება და სიცხადე დაბალანსებულად არის შენს ქმედებებში შეუძლებელია მე გითხრა შენ სიმართლე და შენ არ გეწყინოს მე შეიძლება ჩემი წენა ისეთნაირად მართო რომ შენ გეგონოს რომ შენ ათქვამში ოქრო შუალედი დაიჭირე მაგრამ იგი მას ანშასო შენ მე არ მაწყენინე იმიტომ რომ იმ მომენტში მე ის სიმართლე მტკივა სხვა შემთხვევაში მე მაშინ ესე ხო არ წავიდოდი ნახე რა სად მაქვს ეგ გამოცდილი რა უკუკავშირს როდესაც მიბრუნებენ და მიბრუნებენ იმ პრიზმიდან რომ მე ვარ ლიდერი და არა მსხვერპლი ანუ მე თუ ადამიანი მიყურებს მაფასებს როგორც ლიდერს და ისე მიბრუნებს უკუკავშირს იმიტომ რომ მე თუ ადამიანი მაფასებს როგორც სუსტ მსხვერპლს და არაფრის მაქრის ადამიანს იმაში შეიძლება უკუკავშირი არ დამიბრუნოს მაგ შემთხვევაში მე მტკივა ანუ როდესაც მოდი ესე მაგალითს მოვიყვან რა უფრო გასაგები იქნება რა რატო არის ჩემის აზრით შეუძლებელი რომ შენ იყო ცხადი და პირდაპირ ისე რომ არასდროს არავის არ აწყენინო რა მე მგონია ეგ იმიტომ რომ როდესაც შენ სიცხადე იმ შემთხვევაში როცა უკუკავშირს სიმართლეს იძახი ხო ანუ უკუკავშირი ანუ მოდი გამოვიყენოთ ისე ბრენდ რას გულისხმობდი სიცხადეში ხა სხვა გარო არ წავედი რას გულისხმობდი სიცხადეში სიცხადეში გულისხმობდი საკუთარი პოზიციის ძალიან ნათლად გამოხატვას გულახდილი პოზიციის დაფიქსირებას ხო ძალიან ცხადად და პირდაპირ ცხადად ხო ცხადად და პირდაპირ პოზიციის დაფიქსირება არ ვარ გა სამბობ როგორც არ ვარ გას რატომ მინდა იცი ხო და მე მაქვს პოზიცია რომ არ ვარ გას ჯობია არ მომწონს არა როგორ შეგვიძლია გავხადოთ ეს კიდე უფრო მაგარი მაგიტო ვიზახე არ ვარ გა არის შეფასება ეგ არ არის სიცხადე მაგიტო თქვა აი რამე და ეხლა ნახე საერთოდ შემეცვალა პასუხი ხო ნახე არ ვარ გა არის კრიტიკა ეგ სიცხადე არ არის მაშინ უნდა მითხრა სიცხადეში როგორ ხედა გეტყვი როგორ ხედავ თუ მე ბანალური მაგალითი თუ ჩვენი მიზანი იყო 400 გვერდიანი წიგნის დაწერა და დავწერეთ 380 გვერდიანი წიგნი არ ვარ გა კი არ არის ის არ არის რაც ჩვენ გვინდოდა კი ბატონო ხო მაგის ცხადად თქმა რომ 400 უნდა ყოფილიყო და 380-ია და ამიტომ გიბრუნებ უკუკავშირო შენ 20 გვერდი აქ დაგაკლდა და მოდი აბა ერთი კვირაც არის და 20 გვერდი დაამატე მე მაგას ვეძახი სიცხადეს ხო მაშინ მე მაგიტო გავიგავდი ხო მე არ მაკითხები როდესაც ვიტყვით რომ უნდა გავაკეთოთ არა შენ ნახე რას გულისხმობდი დაგვაკლდა 20 გვერდი იცი რა როგორ შეიძლება რომ რამე კიდე ერთი 20 გვერდი ხო არ გახსენდება რაც შეგვიძლია დავწეროთ ანუ ეგ არის to be nice მე ეგრე გადამეთარგმნა მე ხდი არა მოიცა როგორ შეიძლება რომ 20 გვერდი დავწეროთ კი არა 20 დაგვაკლდა ახლა ხო და არა მოიცა მომეწონა შენი მაგალითი კი ბატონო მე ისევ ჩემ პოზიციაზე ვრჩევ რატო არა როგორ შეიძლება კიდე დავწეროთ 20 გვერდი იმიტომ 20 გვერდი დაგვაკლდა სიმართლე არის 20 გვერდი დაგვაკლდა სიმართლე მოიცე წუთი მოიცა მე ხო არ გეუნები რომ ეგ სიმართლე მიუღებელია ჩემთვის 20 გვერდი დაგვაკლდა როგორ შეიძლება დავწეროთ კიდევ 20 გვერდი ეგ თქვი არა 20 გვერდი დაგვაკლდა და წავედით 20 გვერდი დავწეროთ ეგ არის ცხადი და პირდაპირ საუბარი მაშინ მე არ მაქვს არანაირი პრობლემა მაგასთან დაგვა ხო არა ნახე მე რა მაგალითი მოვიყვანე იცი რომ 20 გვერდი დაგაკლდა მოდი პირდაპირ 20 გვერდი დაგაკლდა
ეგ ადამიანს მოხდება ეგ როც იგვერდი დააკდა რა. ცუდი მაგალითია, ძალიან ცუდი მაგალითია, ძალიან ალბათ ცუდი მაგალითია. არასადაო რაღაცა ალბათ მაგაზე ცუდი საუბარი არ მაგალითია. მოხდებოდა. ცუდი მაგალითია ეგა და იმიტომაც არ გამოგვიდის ეხლა ლაპარაკი. ეგ პირიქით ეგ იმდენად ცხადი დავალებაა, რომ ეგ შეუძლებელია რომ მაგან უკავშირში პრობლემა შექმნას. ზუსტად მაგიტოა სიცხადე კარგი. ანუ ჩვენ თუ მოვახერხებთ რომ ერთმანეთს ეგეთ დონეზე შევუთანხმდებით, რომ ობიექტური დათვრის საშუალება გვაქვს, ჩვენ არასდროს არ მოგვიწევს, რომ ერთმანეთს კი ბატონო. ვაწყენინოთ. და წინა შემთხვევაში მე ესე ველოდი და შენ ესე ელოდი, ზე მივდივარ და ისევ მივდივარ. მაგრამ მანდაც ჯობია თქო, ანუ რას გულისხმობს, ნახე, შენ მე რაში მეთანხმდება, ანუ შენ რაზე მგონია რომ გიჭირს და ნერვიულობ და ცდილობ რომ ვიღაცას ეგოზე არ დააბიჯო, არის და ყველაზე კაი მაგალითი იქნება რა, რომ აი მოგლედ არ ვარგა, ხო, მე ისე მაგაზე მივიდა, არ ვარგა ჯობია, არ ვარგა ამაზე თქმა, ჩემი აზრით არ ვარგა ესეთი ფორმულირება ჯობია, იცი რა, კიდე უფრო კარგად რა შეიძლება გავაკეთოც. ხო, შეიძლება, ხო, მესმის და კარგი მაგალითი მოვიყვანე, ჩემთვის არ ჯობია. ხო, იმიტომ რომ ეგეც მან არ ვარგა არ მომწონს, მე არ ვარგა რა, უბედურებაა ვერ გავიგას. ბიჭო, სიმართლე ვითხრა, მე არ ვარგა დაჟე ძალიან ზდილობიანი ფორმა მოვიყვანე რა. სტანდარტული მდგომარეობა როგორ წესი, ჩემი გამოსილებით, ჩემი რაც მინახავს არის რომ თუ ეს რა არის, თუ ვშოთ ეს რა ტუა და მეორე ვარიანტია როგორ შეგვიძლია ეს გავახადოთ კიდევ უფრო უკეთესი. მანდაც მოკლედ აუთენტურობაში არ ვიცი, ხო გააჩნია რა კულტურა, მოდი რა მე ხო იცი როგორი მე ხანდახან პრიორიტეტი თუ ჩემი საზრისია, მოდი ესე ვიტყოდი. მე მგონია რომ მაგ დროს ჯობია რომ ტუ გამოვიყენო და საზრისთან ვიყო თანხვედრაში, ვიდრე ვიჩალიჩო რომ ვიყო შევეცადო რომ ვიყო შევეცადო რომ არავის არ ეწყინოს და ამიტომ ტუ არ ვთქვა. ანუ აი ეგ მომენტი მაქვს რა, ანუ მე მესმის, მგონია მესმის შინაგანად რას იძახის ვერ ჩამოვაყალიბე კარგი მაგალითი რა. მესმის, შენ გესმის რასაც ამბობ, არა, შენ ეხა ის რა მაგალითი მოვიყვანე, ეგ მეც მესმის. მანდ ერთი თემაა, საზრისი თუ არის ციფრებში გამოხატული, ხო, ეგრე იზამ, მაგრამ რას იზამ? რას გულისხმობ, იცი ნახე? აი ეგეც რაღაცა რო ავიღოთ რა. მოკლედ ჩვენი მისია არის ძალიან ელეგანტური, ჩვენი საზრისა, ჩვენი ერთ-ერთი ფასეულობა არის ძალიან ელეგანტური, ინტუიტიურად სამართავი და ადვილად გამოყენებადი პროდუქტების შექმნა. კი ბატონო. და მაგ დროს მე რომ მომიტანენ პროტოტიპად პროდუქტს, რომელიც ეგ არ არის, მაგ დროს მე მირჩევნია კულტურაში, მე მირჩევნია ვთქვა, აი ვიდრე იცი რა, აი ეხლა ანუ ჩემთვის მანდ მე მეორე ვარ. ხო, ვიცი რომ მეორე ხო, ხარ. ეგ მომწონს, მე ძალიან მომწონს ეგ მეორეობა. ხო და მგონია რომ დათური სამსახურია გეტყვი რატო. გააჩნია, გეტყვი რატო. მე თუ შენ გიყურებ როგორც სოფლიოში ყველაზე მაგარ დიზაინერს. ხო. ან პოტენციალს იმისა რომ შენ იყო ყველაზე მაგარი დიზაინერი ერთ-ერთი. მე შუნა გითხრა რომ ეს არ ვარქა. ხო და კაგრას რო გხედავ როგორც ყველაზე მაგარ დიზაინერს პოტენციურად მე გეუნები უფრო მეტი როგორ შეგილია. იმიტომ რომ მე მჯერა რომ შენ შეგილია. ეგ არ გამოიყვანს მაგას წყობილებიდან და არ წავა და არ გააკეთებს მაგარ პროდუქტს. ხო და აი ეგ სოფლიოში ყველაზე relentless შეუპოვარ ადამიანებს, ხო და ხო გითხარი ბაძაგძაგებდა რო გითხულობ, შეუპოვარ ადამიანებს დიპლომატიური ლექსიკა არ ადარდებთ. კი ბატონო. შეუპოვარ ადამიანებს ჭირდებათ ბრუტალური სიმართლე და ბრუტალური სიმართლე ტუ არის. ხო და ნუ კარგი. მეტი შეგილია. ამაზე თანხმდები? ანუ ეს გინდა? ერთი ჩემპიონობაა, ოკეი, მე 17-ად არის, ანუ მოხდი რას ვიზახ, ხო ხდები სად მიყვები რა და როგორ არ მივხვდი, გასაგები კი არ და ეგ არის ამის თელი ჩემი ცხოვრების ჭიდი. ხო და მაგიტო ვიძახი რა, კონტექსტი რა გაქვს რა? შენ როგორ მიყურებ მე? ანუ შენ მე მიყურებ როგორც კარჩე მე მოყვები რა ეს არასწორი ჟარგონი იყო აბსოლუტურად ამ შემთხვევაში. მე მოყვები ერთ რაღაცაში გააზრების დონეზე და შეიძლება ითქვას რომ გასის ხორცების დონეზეც რა. მე თუ შენი მჯერა რა, მე გეუნები რომ შენ გაცილებით უფრო მეტი შეგილია და ეს არ ვარგა რა, მე ეგ მესმის.
და მან მოყვები რა მე თუ შენში ვერაფერს ვერ ხედავ აი ბრენე ბრაუნს რო დაუბრუნე მე თუ შენში პოტენციალს ვერ ხედავ რა მე იმის განვითარებაზე არც ვზრუნავ რა და გეუბნები რომ წავა რა კარგია რა და ბოლოს თავდება ეს ყველაფერი იმითი რომ პირობითად 2-3 ეგეთ შემთხვევის შემდეგ გეუბნები რომ მე და შენ ვერ შევთანხმდით და გემშვიდობები როგორ წესი ეგრე ხდება ხოლმე და მე ამას ვამბობ იმიტომ რომ ჩემ შეცდომას ვყვები ახლა სინამდვილეში რა მაგრამ მაგის და მიუხედავად მაგ ეს რაღაცნაირი შინაგანი ღრმა წმენა რა რომ მე ვერ ვთქვი როცა საჭირო იყო იმ ფორმით რა ფორმითაც უნდა მეთქვა ოღონდ ეს ფორმა არ არის ჩემთვის არასდროს არ არის არ ვარ გამოდი ეს თქვა ერთ ფრაზად გამოვიყენოთ მაინდა-მაინც არ ვარ გას კი არ გულისხმობ აი ემოცია არ ვარ გას უკან რას დგას რა აი ტონი რო თქვი რომ მაინც იგზნობაო რა აი ეგ ტონი მგონია რომ შესაძლებელია მაგ ტონის გარეშე იგივე შედეგების მიღება რა შედეგებსაც მიიღებდი მაგ ტონით რა მე ნახე რა პრობლემაა და აქაც იძახის ბრენე ამას რა ქართულად როგორ თარგმნე არ ვიცი მაგრამ შევეცდები სისტემურად დაცალო რაიმე ტიპის ურთიერთობა დაუცველობიდან არის შეუძლებელი ანუ რაც გულისხმობ ეხა ეგ რაც შენ თქვი რომ მე რაღაცა ისე ვთქვა რომ ემოციური მაისური არ მივაყოლო ამ ნათქვამს ნიშნავს რომ შენ სრული სიცალიერიდან იძახდი რაღაცას რას გულისხმობ მე თუ ემოციურად დაკავშირებული ვარ ამ საკითხზე და მე თუ ჩართული ვარ და მე თუ მადარდებს ეს თემა მე თუ არ მომწონს ძალიან შეუძლებელია რომ არ ვარ გავთქვა ემოციის გარეშე ეგ იმას ნიშნავს რომ არ ვარ ემოციურად მიწეპებული ამას ანუ რას ვიძახი რატომ მირჩევნია იცი უწმაწური სიტყვებით ვილაპარაკოთ ორგანიზაციაში, მაგრამ გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ. იმიტომ რომ მარტო იმიტომ მინდა რომ უწმაწური სიტყვებით შევეხოთ ცუდ შედეგს, იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ კი არა რომ უფროსი ცუდად მეუბნება. ეხლა ნახე რას ვიზახი. შეგითახმდე რაღაცას. უწმაწური სიტყვებით საუბარი არის სასახად პოზიტივი. არა, იმიტომ რომ ემოციას გამოხატავს. არ ვარგა ეს რა უკაცრავად და გააკეთე. მირჩევნია მქონდეს კულტურაში, მაგრამ ჩვენ ყველას გვიყვარდეს ეს პროდუქტი ვიდრე მე უფრო მეტად მიყვარდეს ის რომ შენ ამ მომენტში არ გეწყინოს მე მირჩევნია გამოვიმუშავო მეორე დღეს ბოდიში ეგ სიტყვა არ უნდა მეხმარა იმიტომ გითხარი ეგ მე შენ რომ მე შენში ბევრად მეტ პოტენციალს ხედავ ეგ მე მირჩევნია მეორე დღეს გითხრა და არ მოვთოკო ჩემი თავი, იმიტომ რომ ეს ეხა ჩვენ რასაც ვაკეთებთ ჩვენზე დიდია. ეს მისია იმდენად მე და შენზე მაღლა დგას, რომ ერთი მაგის დედაც ვატირე თუ შენ გეწყინება დღეს. იმიტომ რომ ხვალ ეს ორგანიზაცია უფრო მაგარ გივის შექმნის. იმიტომ რომ ეს ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ძალიან მაღლა გვაქვს ატანილი. მე მესმის აბსოლუტურად სამბობ და ძალიან როგორ თქვა ხალისო პარასტორი სიტყვა ძალიან აღთოვანებული ვარ იმ ემოციით რა ემოციითაც მაგას მეუნები რა და მახსენდება ესეთი კარგი ინგლისური ფრაზა ამას გადათარგმნასაც შევეცდები კი არა ვიზამ მაგრამ ინგლისურად რა it's easier to say sorry than please რა ხო და იგივეა რა ანუ მე უფრო ადვილია მოიხადო ბოდიში ვიდრე თქვა გთხოვ უფლება მიიღო შეიძლება ან უფლება აიღო ხო და მე არ ვიძახი მაგ კუთხით ოღონდ მაგრამ კაი და მაგ კუთხით იძახი არ ვიძახი მაგ კუთხით თუ მაგ კუთხით ხმა არის აბა რა არის უფრო ადვილია მოიხადო ბოდიში ვიდრე არა ოკეი მე არ მithქვას ნებართვა ავიღო თქო მე არ მithქვას რომ მე მიჩევნია please სხვა კონტექსტზე გამოთქვა. მე ხან რაზეც გადამეთარგმნა და რაზეც შენ nice guys ხმარობდი იყო ის რომ იმაზე ფიქრი და იმაზე პრიორიტეტში აყვანა რომ მე ხა ამას უკავშირის დროს არ ვაწყერინო ალბათობას ზრდის იმისა რომ საერთოდ არ დაუბრუნო უკავშირი და მე მირჩევნია რომ უკავშირი დავაბრუნო ცუდად ვიდრე არ დავაბრუნო უკავშირი. აი ეგ არის აბსოლუტურად სწორი დეფინიცია და მან მოყვები რომ სამუშაო შენ თქვი ერთხელ რაღაც სხვა საკითხზე მაგრამ მე გავემეორებ ხა ვერ ვიხსენებ რა საკითხზე, მაგრამ აი ამ სტრუქტურას გავიმეორებ. მე მირჩევნია რომ ვიმუშაო ჩემ თავზე, რომ უკავშირი ყველა ვარიანტში დავაბრუნო, ძალიან ბევრი ვიმუშაო და ვიწვალო, დავაბრუნო, ვიდრე
განსხვავებული გზა ავარჩიო უკავშირის ტიპის ესე ვთქვათ. მე მგონია რომ ეგ არის არაეფექტური გზა გეტყვი რატო შენ ჯობია რომ უკავშირი დააბრუნო და იმუშაო იმაზე რომ უკავშირის სწორედ დაბრუნება ისწავლო ვიდრე იმუშაო იმაზე ანუ რიგითობა რო შეუცვალო თქო რა თარო რო აიღო თავარი მეორე ხარისხოვანის მეორე ხარისხოვანში მე რომ მკითხო უნდა ჩაწერო ვაწყენინო თუ არა და პირველ ხარისხოვანში დააბრუნო თუ არა უკავშირი ანუ თავის შეკავება უკავშირის არ დაბრუნება ამოვარდეს ოფციიდან ხო და ეგ გითხარი რომ ეგ არ არის ხო ოფციიდან ამოვარდეს ოფცი ვიმუშაო იმაზე რომ დავაბრუნო კი არა აღარ იყოს ოფციათ რომ არ დააბრუნო გეთახმები მაგაში მოყვე ბოლომდე ანუ სასახად აღარა გაქვს ოფცია რომ არ დააბრუნო უკავშირი ყველა ვარიანტში აბუნო იმაზე კი არ მუშაობ რომ როგორ დავაბრუნო უკავშირი ან დავაბრუნო უკავშირი აღარა გაქვს ოფცია არა, აღარ მაქვს ოპცია დავაბრუნებ თუ არა, მაგრამ როგორ დავაბრუნებ მაგაზე მუშაობ. მაგაზე იმუშავე, კი კაცო. მაგაზე გაგიტყვის პარფერი არ მithქოს კაცო. ეს ბოლო თემაზე რაღაც კარგად გავყურდი. მაგარი თემა ეგა რა. კი. მიცი რატომ მაგ ხოლმე, საიცი მე იქიდან გადმოდივა რა. არ ვიცი შეიძლება მე მოკლედ დიადი ის სუ მახსენდება ისე სტივ ჯობსი და ელონ მასკი სუ უბრალოდ მაგ ორზე მაგ ბიოგრაფია წაკითხული ეგრე ღრმა და სხვების ისე რატო მახსენდება ეგეთი დონის მაგარ საქმეებში მოკლედ დალაგებულ კორპორაციაში ლიდერობა უბერჟოლიური უბერ ჟოლის გონია რომ ემოციურად ხშირად ფეთქდებოდა რა. ხაჭოს აი როგორ გავმაზეთ ეგ როგორ არ ვკითხეთ ეგ როგორ არ ვკითხეთ აი პრინციპში რაზეც გული მწყდება ეგ როგორ არ ვკითხეთ მაგრამ მე მგონია მე პირადად ისეთი აღტკინებული აღფრთოვანებული ვიყავი საერთოდ იმ ფაქტით რომ უბერ ჟოლის ვაპარაკებოდი რომ აი არავის კითხვის თავი აღარ მქონდა. რატო ვიდექით რომ სანამ მოკლედ ჯერ წიგში წავიკითხე რომ თურმე სტივ ჯობსი ყოფილა მყრალი ანუ ულტრა მყრალი მატყუარა მყრალი ხშირ შემთხვევაში და მე მოვისმინე ამ სტივენ ბარტლეტთან Diary of the CEO რო არის პოდკასტი იქ შე რო არ გიყვარს რაც უცნაურად ჩაცმული კაცი რო არის სულ მავიწყდება კანადელი რა ქვია კევინ ოლირი იძახთა რომ ვერ ვიტანდიო სტივ ჯობსო რა საშინელი ადამიანი იყო უბრალოდ უდიდეს პატივსცემოდიო რა და მე პირველად ეგრე გამოაშკარავდა რა და ეთქვა დროც გავიდა გარდაცვლილი რა ხო იცი როგორც ხდება ხოლმე რა და როგორ მეთქი ანუ სტივ ჯობსი ჩემთვის იყო რაღაცა leadership ლის პიკი და ვაიმე დედა იგა ადამიანი რომელმაც თქვა რომ რატო უნდა იქირაო ჭკვიანი ადამიანები თუ არაცადე მათ საქმე აუ რაღაცა ხო არა ძალიან მაგარი რაღაცეებია სტივი და ვაიმე დედა და ამ დროს თურმე კაცი არის უჟმური მყრალი უძდელი ღრიალა მყვირალა რა ვიცი რაღაცა საოცრება რა და იქ იხამ პროსე თან უბრალოდ ამ ელონ მასკი ხამ ტვიტერის ერაში არის ღიად აღარც კი მალოს ეხო საერთოდ მეორე გაფრენა არის მაგრამ რა გულს რომ და მე ეს rilentless-ი დაემატა წიგნი და მე იქ ჯორდანის დოკუმენტურში ისვნახე მე იქ კობიზე ანუ და მე ვცებ ხვდები რომ ეგ ალბათ იცირი სიბრალია და ეხა რას ვთქვი ალბათ მაგის ბრალია მისია იმდენად დიადია რომ მე აღარ მჩება ადგილი კარგი ახსნა კრიტიკულ მომენტში უჭუპუჭუების ადგილი აღარ მჩება კრიტიკულ მომენტში ეგ ყველა ადამიანი უკან ბრუნდება დარწმუნებული ანუ რას ვიცი ის მე ხა ჯორდან პიტერსონის ის მახსენდება ოჯახში ჩხუბი გარდაუვალია შერიგება უნდა ისწავლო ყველა ვარიანტში იჩხუბებს შენ შერიგება უნდა ისწავლო და ბავშვი რო გიყურებს ჩხუბზე კი არ დარდობს შერიგდები თუ არა მაგაზე დარდობს იმიტომ რომ ეგ ხო ურთიერთობაა და მანდას ეს გონი მაგიტო ვიზახი მე მირჩენია rambling with vulnerability ანუ მე მოწყვლადობაში შემოვიდე იმ ალბათობით რომ მე შეცდომას დაუშვებ შენი უკავშირის დაბრუნებისთვის მაგრამ უკავშირი დაგიბრუნო შემი აზრი თუ ვფიქრობ ნახე ბრუტალური გამჭვირვალობა კულტურაში მე თუ ვფიქრობ რომ არ ვარგა ვფიქრობ არ ვარგა უნიდავი უკეთესი კი არა ვფიქრობ რომ არ ვარგა გამოსაჩენი არ არის ეს უბედურება გარეთ ამას თუ ვფიქრობ არ მინდა რომ ეგ დავმალო რა მე მირჩენია რომ თქვა რომ ეს რა უბედურება გავაკეთეთ თორე მე თუ ვფიქრობ რომ მაგარია მაგრამ უკეთესი როგორ გავაკეთოთ მირჩენია რომ ვა კარგია მაგრამ მოდი უკეთესი ვქნათ ეგ სხვა სიტყვაა ჩემთვის მაგრამ თუ ვფიქრობ რომ არ ვარგა რანაირად დავმალო
არა, მე არ მithქვამს რომ როცა ფიქრობ რომ არ ვარგა, ეგ აბა თუ არ ფიქრობ რომ არ ვარგა, რატო იზახი არ ვარგა? გავიგე კაცო, მართლა ეხა ამ თემაზე თუ არ ვილაპარაკებს მთელი ერთ საათი, მაგრამ მოკლედ ყველა არ ვარგას ჩემთვის აქვს თავისი თქმის კარგი ფორმები და ხოიცი ამ იდეას ბოლომდე უერთგულებ. ვიცი, ხო და მაგას გულს იცი რაც სად მინდა რომ შენ დაგანახო ჩემი ლოგიკური ფალასი, იცი ეს error 404 Windows-ი რო წერდა, იცი რომ თუ მე ავთენტური ვარ, გულახთილი ვარ და ვფიქრობ მაგ სიტყვებით, ჩემი ავთენტური ფიქრი მეუნება არ ვარგას. მე რომ მაგ არ ვარგას შელამაზებას ვიწყებ. მაგ დროს არჩევანს რას ვაკეთებ ფასეულობაში? მაგ ვიცი რას ხვდები რატო ვაკეთებ მაგ არჩევანს? თემა შედიხარ, რომელსაც ცალკე პოდკასტი ჭირდება, იმიტომ რომ მე ავთენტურობას და გულწრფელობას არ ვაიგივებ ერთმანეთთან. ავთენტურობა არის ის, როგორც ისე რომ იქცები, როგორც გრძნობ. რო გრძნობ თუ არ ვარგა? ხო და თუ გრძნობ რომ არ ვარგის თქმის მაგივრად ეჯობია? არა. მაგას ვამბობ. მე ნახე სხვა მსახი. ჯობია რატო? იმიტომ რომ მეორე ადამიანს არ ეწყინოს? ანუ შენ თუ ეხა იმაზე მესაუბრები რომ არის თუ არა ჩემი ამოსავალი წერტილი მეორე ადამიანს მე როგორ ვაგზნობინებ თავს, მაგაზე არ გედავები. კი, ჩემთვის ყოველთვის არის ამოსავალი წერტილი მეორე ადამიანს მე როგორ ვაგზნობინებ თავს. მაგაზე არც ვცდილობ რომ ვიდაობ და არ კიდავები კაცო, არა, ჩემი მხრიდან, შენი მხრიდან კი არა, მე არ ვიდაობ. არც მალავ და არც ვალამაზებ რა, ხო, ჩემი ამოსავალი წერტილი არის მეორე ადამიანს როგორ ვაგზნობინებ თავს. მე მგონია რომ ეგ არის დათური სამსახური. ხო და მაგაზე და გეტყვი რატო არის დათური სამსახური? აბა მაგალითი ბავშვი ან არა ბავშვი დასრული თუნდაც რომელიც რაღაცას გააკეთებს და ეს რაღაცა რაც გააკეთება არის საზიანო არის მისთვის გზელვადაში ორგანიზაციის გზელვადაში შენ რომ მაგას ეტყვი რომ შენი ქმედება არის საზიანო ამისთვის როგორ ფიქრობ იმის გზნობები სასიამოვნო იქნება იმ კონკრეტულ მომენტში სასიამოვნო იქნება მოიცერცოთ ეგრე არ გამოვა ამის გამართივება ასე ვთქვათ თუ საზიანო ანუ მარტო ექსტრემალურ შემთხვევებს განხილვა არ გამოვა მე ვლაპარაკობ საშუალოდ საშუალო შემთხვევებზე მითხარ ხო და მაგას გეუბნები რომ საშუალოდ ეგრე არ გამოდის და ექსტრემალურ შემთხვევებში რეაგირებას არის შესაბამისი როგორც წესი მაგრამ ყოველთვის მგონია რომ არსებობს რაღაცა ფორმის რეაგირება რომელიც სათქმელს ამბობს ბოლომდე და სათქმელს არ ამბობს ისე ბედნიერი სასწორზე რადგას ეგ მაინტერესებს მე ნახე რატო ვიძახ იცი რომ შენ თუ შეგიძლია ორივეს გაკეთება მაგ დროს არჩევანი არა გაქვს მაგ დროს ორივე შეგიძლია და ორივე უნდა გააკეთო ნახე მე თუ შემიძლია რომ სათქმელი ვთქვა ისე რომ წყენის ადგილი არ არსებობდეს სხვა რამეს ვიძახ იცი დავამთავრებდი მესმის რას ამბობ და გამთავრებდი აქ ლაპარაკი არის რაზე იცი რომ ყველა ფასეულობა ეგ არის გზა გასაყარი როდესაც არის წყენა თუ სიმართლე გზა გასაყარი როდესაც არის და ამიტომ რახან მე არ ვიცი გზა გასაყარი არის თუ არა ან მაგის შეფასებაში არც თუ ისე კარგი ვარ მე ვიძახი რომ მოდი ჩემ ფასეულობაში იყოს პირდაპირობა და სიმართლის თქმა და არა სხვას არ ვაწყენინო ანუ მე მირჩევნია რომ სხვას ვაწყენინო მაგრამ ვთქვა სიმართლე ვიდრე სხვას არ ვაწყენინო და მომიწიოს სიმართლის შელამაზება მაგას გულისხმობ და გზა გასაყარებზე ეგრე თუ გზა გასაყარი არ არის და ისე გამოვიდა რომ არც ვაწყენა სიმართლეს თქვი ხო კარგი ბონუსია ეგ არა აი მაგას ვლაპარაკობ კარგი მაშინ თუ მაგას ვლაპარაკობ მაშინ თუ ესეთი ბინარული მოცემულობაა რომ ან უნდა აწყეინო ან სიმართლე თქვა ეგეთი არჩევანი თუ გიწევს მაგაზე მაგას გეუბნები ხო მაგრამ ნუ თუ ეგეთი ვარიანტი რომ ან უნდა აწყეინო ან სიმართლე თქვა მაშინ კი ბატონო ვაწყეინო მაგაზე შემიძლია შეგიდა მე უბრალოდ ღრმად მწამს რომ ცხოვრების მომენტების 95% არ არის ეგეთი არ არის არჩევანი ხო მაგრამ დამითვლი და ხო ნუ ჩემი რწმენაა მეც არ გამითვლია კაცო ხო და საერთოდ საიდან საწავედით რა და ცოტა უკან დაუბრუნდები და მათ შორის ამასაც ეხება რა სიცხადეს ეხება ეგ რა შენ რას ამბობ და მე ძალიან მაგრად მომეწონა ესეთი კარგი მიდგომა კარგი სავარჩო და ერთი სული მაქვს როდის გამოვიყენებ ჩემ თავზე
მითხარი შენთვის რა არის კარგად გაკეთებული საქმე. აუ ისე მომეწონა და ეგ ხვდები ეგ ისეთი ინსტრუმენტია, რომელსაც ერთი სული მაქვს, როდის შევიტან პრაქტიკაში რა. კაი რა მოიტანე, ნახე. აი მანდ მე მირჩევნია ვიყო ავთენტური და არ ვარგები ვიძახო და ჩამოვაყალიბო როგორ გამოიყურება ჩემთვის კარგად გაკეთებული საქმე და მე თუ როგორც კიდე არ ვიცი ხშირად როგორ გამოიყურება ჩემთვის კარგად გაკეთებული საქმე განსაკუთრებით ახალ რაღაცას როცა ვშვები არ ვიცი რა აი გუშინ მქონდა კოლი სატელეფონო საუბარი თუ რა ქვია ვიდეო ქართულად როგორ არის ზარი ხო ვიდეო ზარი ჩართვა თუ რაც ქვია მაგას ჩვენ თანაგუნდელთან საუბრობდით ვებსაიტზე რაღაცა ხედვა მაქვს მაგრამ მოწყვლადი და რამბლ საუბარი მჭირდება იმის რომ ჩამოვაყალიბო კარგად და მაგ დროს რა ვქნა რომ დამისვას კითხვა როგორ გამოიყურება აი მოდი რა ერთად ვიმჟელო და ჩამოვაყალიბო ძევარ უფრო მეტად ვიდრე ვიცი როგორია ხო და ზუსტად მაგიტო მომეწონა შენ რა გონია რატომ მომეწონა იმიტომ რომ სინამდვილეში ბევრად ამარტივებს ცხოვრებას რა ბაზარი არ არის გავაკეთებ მოდი ეხა მე მითხარი შენ როგორ ხედავ ამას და მან შენ გჭედავ რა არ ვიცი მაგაშია საკმაოდ სინამდვილეში ეგრეთ წოდებული უფროსების 99%-ს მან ჭედავ კაია მე ხო და მაგიტო მომეწონა რომ ძალიან მაგარია ისენიც ანუ პირობითი უფროსიც იმ მდგომარეობაში გადაყავს როდესაც არ ვარგა და თავზე გადახევები ფურცლებს ეხა მე ძალიან აუტრეებას ვაკეთებ რა ანუ სხვა მოდელ სხვა მოუდში გადაყავს სხვა მდგომარეობაში მე რასაც ვიძახი არის რომ მაგ დროს თქო არა რას ვიძახი ნახე მაგ დროს კაროჩი რომ საბოლოო ჯამში რაღაცებს შეიძლება ვერ გიხარ არ ვიცი როგორ გამოიყურება მანახე დრაფტები და გავიაროთ ერთად ხო და რომ მანახებ დრაფტს არ ვარგას გიტყვი ეს ეგრე არ გამოიყურება სულ სხვა რეჟიმია ურთიერთობის ლევარ მე მაგით რომ მიხდი მაგალითი მოგიყვანე რატომ მოგიყვანე იცი მაგალითი იგივე ეგს რა მაგალითს ვცდილობ რომ გამოგიყვანო რომ ბევრად უფრო ტოლერანტული ლიდერული კუთხით მომავალ ლიდერებს და არსებულ ლიდერებსაც მინდა მივცე რომ ბევრად უფრო ჩემი გადმოსახედიდან ბევრად უფრო ოკეია ალაგ-ალაგ არ ვარგა და მაგეების თქმა და მაგრამ საზრისის პროდუქციის და ეგრეთ წოდებული ექსცელენსის ზევით ატანა. ძალიან მომეწონა. ეგრეთ წოდებული ექსცელენსი რაც ქვია მაგას არ ვიცი საუკეთესობის ანუ რაღაცა ბრწყინვალების შემოტანა კულტურაში ბევრად უფრო მე პრიორიტეტება და სიმართლე და გამჭირვალობა და ბრუტალური ტრანსპარენტულობა ბევრად უფრო მომწონს ვიდრე არწყენა თქო რა ანუ არწყენა მგონია რა ახი ლიდერობაზე და დიად საქმეებზე ვლაპარაკობ და შენ მე წყენაზე მელაპარაკ. ანუ შენ თუ წყენა გადარდებს. წადი მაშინ რა ქვია საბავშვო ბაღში. მიხვდი პასუხი რა ბოგურა. არა ჩემი შინაგანი ხმა რას მევიძე რა წყენა ბიჭო. ამ ხელა საქმეს ვაკეთებ და მეწყინას მეუნები, ოცო? რა მეწყინა ბიჭო? აი ეგ ლევანი იღვიძებს შემში, როდესაც მეწყინაზე მელაპარაკები. წადი ნაყინი ჭამე თუ ნაყინი გაყიდე თუ არ გინდა წყენა რა აი მაგაზე მელაპარაკება რა წყენაზე მელაპარაკება ვაშენებთ რაღაცა დიადს ო რავი გეწყინა აჰა შენ ზივიწყალი დალი მიხვდი მე კი მოგატყუე კი ბატონო დაგიმალე კი ბატონო გადაგაბრალე კი ბატონო პასუხისგებლობას გავეკეცი კი ბატონო გაწყენინე აჰა ზივიწყალი თუ ეგ ყველაფერი აი ამ აქეთ ხარეს რაც იყო ტრანსპარენტულობა საზრისი რა ქვია იმას ანგარიშვალდებული ეს ყველაფერი თუ წესრიგშია და რიგშია და აქეთ უბრალოდ ჩემი სიტყვებზე შენ გეწყინა ცივიწყალი მაშინ ჩვენ დიად საქმეს ვერ ავაშერებთ შენ თუ მზად არ ხარ რომ გეწყინოს იმიტომ რომ სიმართლე ტკივნეულია ხოლმე რა ტკივნეულია სიმართლე მოდი ესე ვთქვათ ორ რაღაცას ვიტყვი და ეგ არის ერთი შენ ძალიან კარგი სიტყვა გამოიყენე ალაგ-ალაგ. ხო. ალაგ-ალაგ ყველაფერი მოსულა, ეგ ერთი. აბა ეხლა უკაცრავა და ყოველდღე ტყლაშა ტყლუშზე არ ვაპარაკობ ექსტრემში რო წავიდეთ კაცო. ხო, მაგას არა, აქამდე კულტურაზე ვსაუბრობთ და მაგიტო ერთია ალაგ-ალაგ და მეორეა კულტურაში ეს ამბები რა ეგ. მიუღებელი. კულტურაში ქრონიკული უწმაწურობა და ქრონიკული ეგა მაგას ელაპარაკ.
ეგ ერთი და მეორე რაც მინდოდა მეთქვა კარგია, მაგრამ მეორე რა მინდოდა მეთქვა დამავიწყდა. ასე რომ ვერაფერსაც ვერ ვიტყვი. ცივიწყალ. ეთყობა ხო, ეთყობა გადავიღალე. გადავიღალეთ. ხო და მოკლედ რაზე მინდა რომ ვისაუბრა, რომ ეს წიგნი არის საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გზამკვლევი იმისა, თუ როგორ ვაწარმოოთ რთული საუბრები და როგორ გავხდეთ მნიშვნელოვნად უფრო სიტყვა მინდა მოვიფრო კარგი მნიშვნელოვნად უფრო შთამაგონებელი და ისეთი საქებარი ლიდერები ისე რომ არ დავმალოთ სიმართლე და არ ვთქვათ ჩვენი სათქმელი რა რაღაცა მაგ მიქსის ძალიან კარგი გზამკვლევი არის დააგეთახმებით და დავამატებ ერთს რომ არ არის ეს უბრალოდ წიგნი არის ვებგვერდი სადაც ძალიან ბევრი კარგი სავარჯიშო მოყვება ამ წიგს და ბევრი კარგი მცირე ზომის საკითხავი განმარტებების მიზნით და მართლა ძალიან პრაქტიკული წიგნი, ანუ აქ იდეარის თქმაც მინდოდა, ეს არ არის უბრალოდ წავიკითხე და მორჩა რა, ძალიან პრაქტიკული წიგნია, რომელიც მართლა ყოველდღიურობაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, ბევრი რამ, რა თქმა უნდა, ის რაც შეგვეხვიანება და ხო, არ არის ეს უბრალოდ თაროზე შემოსადები, წაკითხვის შემდეგ თაროზე შემოსადები წიგნი რა. ნამდვილად კარგი რაღაცაა. მაგარი იყო. კარგი იყო. ჩვენი გადასარევი დროებით.